გამარჯობა, სარბიალის პოდკასტის რო. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული კომენტატორი და ჩვენი კოლეგა ანდრო ხელაძე. ანდრო, გამარჯობა, სასიამოვნოა შენ ჩვენთან სტუმრობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა მოწვევისთვის და პატიზებისთვის. პირიქით, შენ მადლობა ჩვენი სტუმრების. მადლობა, რომ გვესტუმრე. ფეხბურთზე საუბარი სუმიხარია, მით უმეტეს თქვათ, რომ ანდრო არის მილანის უპირველესად ქართული ფეხბურთის და მე მილანის გულშემატკივარია. კი ბატონო, ვერ მეგუდის საქმე კარგად, ვერც იქით, ვერც აქეთ. თავიდან აღვნიშნოთ, ხო, რომ მილანელია. მილანია. ხო, რატო ვერ მეგდის, ამდენი ხანი არ წაუგიათ? პირველი ტურის მერე, თუმცა ვერც იგებენ. რა მოიგეს რო? მნიშვნელოვანი თამაშები მოიგეს, სხვა შორის რომას მოუგეს, ნაპოლის მოუგეს, იუვენტუს კინაღამ მოუგეს გასვლაზე პენალტი გააფუჭეს, მაგრამ აი მაგალითად 7 ქულა დაკარგეს პიზასთან, კრემონეზესთან და პარმასთან, ხო, აი ჯამშიდზე დაკარგეს 7 ქულა 9-დან. ისე სახელიდან გამომდინარე ანდრეა პირლო ხო არ არის შენი საყვარელი? აი შევჩენკო იყო. ეგეც სახელიდან გამომდინარე შეიძლება ეგრეთ შედებოდეს, მაგრამ ცოტა ხნით იყო შევჩენკო საყვარელი ფეხბურთელი, მე კაკა უფრო მომეწონა. პირლო რატო უნდა იყო? ანდრეა. ხო და რატო? ანდრო რა ხარ? ეხა მე შენ ვერ ემთხვევი? არა, თან ეხა იტალიურზე რო არა მე ცოტა ხოიცის. კარგი, მაგ ბილანსზე და უცხოურ ფეხბურთზე მივალთ კიდე გვაქვს სალაპარაკო ბევრი. ნაკრებზე ვთქვათ, ეხლა ახლოვდება ხო რაღაც 60 დღეში, ეს არის რა ვქვია. ესპანეთ მე ბულგარეთთან გასვლა. ერთი ხო იცი იმას რაღაცა სკროლავდი და რაღაც ბანერი იყო, სადღაც დიდ ეკრანზეა ეს თამაში და ესეთი სლოგანი აქვს, რომ აუცილებლად მოსაგები თამაშიო რა. ესპანეთთან? ანუ ეს თუ აუცილებლად მოსაგები თამაში, ესე იგი არ არსებობს არა აუცილებლად მოსაგები თამაში, რომ ეხლა უმოტივაციოდ ვარ ცხრილის შეგება უნდა გაწყვეტ. ხო რა, მაშინ ყველა თამაში აუცილებლად თურქეთთან არ იყო აუცილებლად მოსაგები და ეს აუცილებლად ესპანეთთან ხო თან? ხო. არა, ეგ ტერმინი არსებობს ოღონდ ახლა ამ კონკრეტულ თამაშზე. ხო, გააჩნია ახლა. ხო, ამ თამაშზე როცა უკვე ნუ აი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ახლა შენ გახვიდი აქედან. ანდრო, შენ ჭირმე რას ველით? აი ეგ ტერმინი რელევანტური იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ თურქეთთან თამაშამდე გასვლაზე. თურქებთან იყო რელევანტური ეგ ტერმინი. ეხლა აღარ არის რელევანტური. ანუ ეხლა ისა ძველი ხო არ არის და ხო არ გადააკეთე? არა, ეხლა ვის არის რა ვქვია? 15 ნოემბერი შაბლონია, ბანერი შაბლონია რა ეთქობა. 15 ნოემბერი აწერია. ხო და შაბლონში თარიღი შეცვალეს და ის სლოგანი დატოვეს. ზუსტად. და ისა ესპანეთიც ალბათ შეცვალეს რაღაცა. გიბრალტარი ეწერა შეიძლება. შეიძლება ეგეთი ამბავია, იმიტომ რომ ხო მათემატიკურად გვაქვს ისევ მეორეზე გასვლის შანსი, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ძალიან მიზერია. რას ველოდებით ახლა ამ თამაშისგან? რას ველოდებით და მე ამ თამაშებს ისე უყურებ, რომ თითქოს სანილმა თუ უნდა გვაჩვენოს, რომ ნაკრებში დარჩენას იმსახურებს. ეს იმსახურებსიც რო გამოიყენა ეგ სიტყვა, ცოტა მეხამუშა, იმიტომ რომ ნუ ტიპი არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე და მართლა არ დამოიწყებია რაც აკაკეთებული ჩვენთვის, მაგრამ ალექსანდრე იაშვილმა ისეთი დაჯერებით და დარწმუნებით და გადაჭრით და კატეგორიულად თქვა, რომ 2028-მდე არის კონტრაქტი და ეს არ გადაიხედება. არ მე ჩემი პერსპექტივიდან ვუყურებ რა, ანუ ჩემთვის ეს მატჩები არის იმის მანიშნებელი, რაღაც ახალს უნდა ველოდოთ ვილისგან თუ ერთ წრეზე ტრიალს. რა ვიცი, ახალი რა უნდა იყოს. არა, ნუ რაღაც ეტაპზე ახალი შეიძლება იყოს ფეხბურთელები. არა, კონკრეტული ვიღაცა ერთი ფეხბურთელი მეორეთი შეცვალო, ეგ გასაგებია და ეგ ახლა ბუნებრივიც არის, მაგრამ ახალია ორი ახალი ფეხბურთელი. თვისობრივად სიახლე რა უნდა იყოს მე ვერ ხვდები. აბატაძიდან არიმანიძე გამოიწე, ხარ მაგას არ გულისხმობდი პრინციპში, გულისხმობდი ტაქტიკურად რამე სიახლეს. მაგალითად, ის რაც ვნახეთ ჩეხეთთან, როცა ლოჩოშვილი დააყენა მარცხენა ლატერალად, ეგ მაინც ხო იყო სიახლე. თავიდან ჩაკვეტაძეს განახევარმცველებაც და ამ ტრიოში ჩაჯენაც იყო სიახლე. რაღაც ეგეთ სველოდები იმიტომ რომ ფაქტია რომ ის აღარ მუშაობს რაც ადრე ძალიან მაგრამ ერთიც აუცილებლად თქვათ თუ მოსამზადებელი ციკლი უნდა დავიწყოთ და სწორება რა თქმა უნდა ევრო 2028 არის და გაიცა სექტემბერში იწყება ეს ერთა ლიგის ისა
მაყურებელს უთხრათ რომ იანვარშია წილისყრა ოღონდ რომელი იანვარს ჯერ უცნობია და შეგვიძლია ბუდიშილო ისიც უთხრათ მაყურებელს რომ პირველ საშინაო თამაშს საქართველოს ჩაატარებს მაყურებლის გარეშე. ხო, ის დისკვალიფიკაცია აი გაისაც გაცოცხლდა. შემოდგომაზე, გაისაც შემოდგომაზე პირველი საშინაო მატჩი რაც გვექნება, აი იმ მატჩზე ვრცელდება ის შარშანდელი. ეგრე ჯობდა პრინციპში. ნუ ეხა პოსტფაქტუმ არ ჯობდა, იმიტომ რომ ის მაინც ავაგეთ, მაგრამ მაინც. ხო, მაგრამ ნახე, რას ვაღნიშნავდი, რომ უბრალოდ თუ ვემზადებით იმ ციკლისთვის და სხვანაირად რა გამოდის, მაშინ ან ეხლა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე გაზაფხულზე ახალი მწვრთნელი უნდა გყავდეს, ან ისევ იგივე უნდა. არა, გაზაფხულში უკვე შეცვლა არის გვიანი. იაშვილმა თქვა ესე რა ქვია. იმდენად გადაჭრეთ ითქვა და ისე ბეჭერი დაუსეს რომ გამორიცხულია ხელმწიფოზე ლაპარაკი. ჩვენ კი გვაქვს ჩვენი მოსაზრება და კრიტიკული მოსაზრებები, ხო? შენ ხო ჩვენ ჭკუაზე ხარ ამ შემთხვევაში. აი გააჩნია კრიტიკის დონეს, ხო? კრიტიკული რა თქმა უნდა ვიქნები იმის გამო, რომ ბოლო ორი თამაში რაც ვნახეთ აი ცოტა ისეთი გრძნობა. კრიტიკას ვერ უძლებს. მედი ორი თამაში კი არა, ორი ციკლი წავაგეთ. წინა სეზონის 1-1000 და ამ სეზონის. და კაცი ამბობს, რომ ტაქტიკის ბრალი არაო, არაფერიო და აბა ჩემი და შენი ბრალი ყოფილი. როგორ რა თქვა, იცი რომ თავარი ტაქტიკა არ არისო, რაღაც ეგრე გამოუვიდა, ანუ თავარი არ არისო, ნუ რაღაც სხვა რაღაცები აირია და თვითონ ამბობს რომ აირია. მე ჩვენ არაფერს არ ვამბობ, თვითონ ამბობს რომ აირია. და ეხლა ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამას. თვითონ თქვა რომ გუნდში აირია. ხო. რომ ფეხბურთელები მოედანზე ვეღარ უგებენ ერთმანეთს და ჩარჩენილები არიან იქ ევროპის ხიბლში. მე კიტაიშვილის ინტერვიუს მოსმენის მერე თუნდაც წინა თამაშის თურქეთში ხო იქ ვიყავი ვიდექი და ვიწერდი მაგ ინტერვიუს ეგრო თქვა კიტაიშვილმა რომ და პირველი მანიშნებელი იყო თითქოს ფეხბურთელისგან ვილისანიოლის ერაში რომ რაღაც ისე ვერ მიდის როგორც მიდიოდა. იმიტომ მაგას არ ამბობენ ფეხბურთელები ეგეთ რამეს არ ამბობენ რომ მოედანზე ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ მაგას ფეხბურთელები არ ამბობენ. ან მithumetes კიტაიშვილი რომელიც ყველა მოიცით ეხა ძალიან ესე თავდაჭერილი და ეხა მოზომილი კომენტარებით გამოირჩევა და ეხა არ უყვარს ის რაღაც ხმაღალი განცხადებები და მაგან თქვა ეხა სხვა ხო არ თქვა ეხა. იაზა კითხვაზე იმ კითხვაზე პასუხი არ არსებობს დღემდე რომ იქ ორი გოლი რომ გაგვიტანეს თავით ერთმანეთის ტყუპი გაჭრილი ვაშლები რიცავსე ორი გოლი და თბილისში კიდე კუთხურიდან თავი. იქ რა მოხდა საჯარიმოში, მაგას საერთოდ არ უთქვამს არაფერი. ხო არა, მე ცოტა ისეთი შეფასებაც იყო, შეიძლება ცოტა დილეტანტური რომ აი კიტაიშვილი რატო უდგა სამხელა კაცს რეალურად პირველი ბლოკი იყო და მე ეხა არ მახსოვს რომელი თამაში. არა, თვითონ კიტაიშვილმა ხო, კიტაიშვილი ლივერპული მე კაცი საყვანავ არ მევალებოდა. რაღაც ეგეთი თამაშია და ვან დაიქსე დგა მეგონი ვინისიუს გავს სხვაობა იყო. პირველი ბლოკი იყო და მე ხებს უნდა გაერთულებინეთ საქმე, მაგრამ მაგას თავი დავანებო. სტანდარტულები ჩვენი პრობლემა არის, ეგ ხო, ჭეშმარიტებაა, მე მგონი მაგას გაქცევას არ ჭირდება და ვისაუბრეთ ახლა და უბრალოდ ძალიან დაბალი გუნდი იყო თურქეთთან, გამო დაბალი. ორი კაცი თამაშობდა მარტო თავით, სხვა თამაში თავით ისე კარგად არ იცია, კარგად კი არა არ იცია. მგონი სანიოლის აგერებს მაგას, მაგრამ ამბობს რომ აი პრემიერ ლიგის გუნდებს რომ 600 მილიონის დახარჯვა შეუძლიათ, მე ნაკრების მწვრთნელი ვარ, მართლაც ხო. სტანდარტების მწვრთნელი რომ მე გამიკვირდა ლაშადვალზე. მაგას ხო არ უნდა ახლა. იცი რას გეტყვი? აი საჯარიმო რო დამუშავებული საჯარიმო გინახია ნაკრების შესრულები ძალიან იშვიათად რომ რაღაც 1000 ხო აი მაგას რა თუნდა ახლა ესა ვიღაცა პროფესორი მოიყვანო და ემან დაგიხაზოს რაღაცა ხო თუ ჭირდება რა ვიცი არა თუ იქნება ხო კაი მაგრამ მაგას ხო ჩემი აზრით შეიძლება ერთ-ერთი 21 წლამდე ნაკრებს ხავს ისეთი რამე. არა, თუ გჭირდება მაქსველის მოყვანას, არ ჭირდება 600 მილიონიანი ბიუჯეტი კაცო მაგის მოყვანას. რა თქმა 600 მილიონიანი ბიუჯეტი თამაშებს თუ ადევნებ თვალს ბოლო პერიოდში. ეხა ახალი მწვრთნელი ყავს გუგან ერგაძე და ვიცნობ იმის ასისტენტი არის თემო ბაგრატიონი რა. რომ ველაპარაკა აი სტანდარტებზე ჩამოვარდა საუბარი და მე მითხრა რომ აი ამა და ამ თამაშებში ნახე ჩვენი გოლები. და თუ მართლა დააკვირდებით როგორი ითამაშებს იბერია სტანდარტებს აშკარად მუშაობენ მაგსაკეთე და კარგად მუშაობენ ან მუშაობს ეგ ამბავი და თანამედროვე ფეხბურთში პრემიერ ლიგა რო ავიღოთ მაგალითად ძალიან დიდი როლი აქვს სტანდარტებს და პატარა გუნდებს ეგ იარაღი აქვს დიდ გუნდებთან რომ აი თუ უშუალოდ ღია თამაშიდან არ გამოდის მომენტების შექმნა ისეთ გუნდთან მაგალითად როგორც არის არსენალი და ძალიან კარგი დასაწყოს სანდერლენდი გამოდის და იმ აუტებით თუ რაღაცით ცდილობს უპირატესობის ნახე გუშინ უბრალოდ გუში დავწერე რა სტატია ესე სანდერლენდმა
სპეციალურად ეს ბანერების წოდებული ბროკარო შეუძლია იმასთან აუტის ხასთან რომ არსენალს არ გამოეყენებინა თავისი კოზირი რა არ გამოკანებულიყო ის და არ ესრულა ხო და ეგეთი დეტალებით მაინც უნდა შევამციროთ სხვაობა ესპანეთის და თურქეთის დონის ნაკრებებთან იმიტომ რომ სხვანაირად ეხლა ეს საკლუბო ფეხბურთი არ არის რომ ვიღაც ვიყიდოთ და დავამაოს ვინც ყავს იმ ფეხბურთელებით უნდა გავიდეთ ფონს და მაგიტომაც ჩემი აზრით სადღაც მაინც წამოვა პრიორიტეტულად ეგ საკითხი რომ სტანდარტებზე უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. აი ახლა საბურთალოს თუ აქვს ეგ დამუშავებული დახაზული და რაღაც ახლა ეროვნულ გუნდს უნდა კონდეს. ხო არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ნიკოლას ჯოუერის ჩამოვიდეს არსენალიდან და საუკეთესო სპეციალისტი გყავდეს. თვითონ საქართველოს შეიძლება რომ იპოვო რამდენიმე ეგეთი ტიპი. ეს არის რა რაღაცა ახლა ჯარიმას რო ურტყა აქედან დახაზე რომ შენ იქეთ გაიქ ნუ ახლა მარტივად ვამბობ იქ ბევრი ესა ხო რა ჩახლართული ეგ ეს ყველაფერი დიდი ხნის დახაზულია ყველაფერი. ხო ნუ რა უნდა აიღო და იმას ეს კონსპექტი უნდა აიღო და მოიტანო რატო ყველაფერი დახაზულია ხალხო. ესკენი რა ბოლოს დასარტყმელ პოზიციას გაიყვანა კვარა იქ გაუგორე და დაარტყა. არ მაქვს ის ილუზია რომ საერთოდ არ მუშაობენ მაგ საკითხებზე. ჩემს მუშაობენ უბრალოდ რაღაც ნუ არ ჩანს. ძალიან პროგნოზირებადები ვართ. ყველა სტანდარტულის დროს თითქოს. საკმარისი იყო იმ ჰაკან ჩალხანოღლუს პირველი კაცისთვის გადაეცილებინა ის ბურთიდან 80% გოლი იყო ის თუ არა აცელდა რა იმდენი მოდიოდა თავით იმ ხელაუპირატესობა ჰქონდათ მეორე სართულზე რომ ძნელი იცი არაპროგნოზირებადები ვართო თქვენ სტანდარტულებს თამაშის პროგნოზირებადები ვართ. არაპროგნოზირებადები რომ კაი იქნება. მართალია. თამაში თვითონ აი ტაქტიკურ სტრატეგია დაგეგმვის თვალსაზრისით თამაშის პროგნოზირებადია სამწუხაროდ აი თურქეთთან იყო ეგეთი სახლში რომ ვითამაშეთ რომ ჩვენ ტაქტიკა თითქოს იყო რომ მიეცი კვარას ბურთი და მე ილოცე რომ რამე გააკეთე განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყო რომ იქეთ პროვოკაზე კვარას მიეცი ნებისმიერი ბურთი და მართლა აკეთებს კვარა კი საიდან შექმნა გოლი სად გააზრვინა ეს ბურთი მაგრამ მარტო ეგ რო გვაქვს ვერ მეტყველებს. იცით რა მეორე მხრივ ვერ ვამტყუნებ რა. როცა ესეთი ფეხბურთელი გყავს, ხო? ძალაუნებურად იმაზე ძალიან მაგრა ხარ დამოკიდებული. ჩვენ კი არა ლავენ ამხელა ნაპოლი იყო დამოკიდებული იმაზე. რა თქმა უნდა. გალდამუნებურად ხო, მაგრამ ეხა თან ისიც გავითვალისწინოთ ვიღაცები გვაკლდნენ მაგ თამაშებში რა. ხო და ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა რომ ხო რა ვიცი მაურიციო სარი წუწუნებს ხოლმე იმაზე რომ 13 ფეხბურთელი მყავსო და 11 კაცი რომ მყავს ის ორი კაცი ვიცი მინდა შემოიყვან ნაპოლიში იყო ჯერ კიდევ მწვრთნელი მაგას ამბობდა და ჩვენთან რა თქმა უნდა კიდევ უფრო ჩანს ეგ პრობლემა. განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. იმ სამიდან ერთი რო გამოგვაკლდება, ხარისხი ეგრევე ძალიან კიტეიშვილი და კიტეიშვილი აუქვეთ ესა ალბანეთთან კოჩორა ამოვარდა და კოჩორა ამოვარდა და დაინგრა. ნუ ეგ ალბანეთი საერთოდ ნუ არ ვიცი. ამოუხსნელი რაღაცაა და უკვე დავიღალე უკვე პირველად ლაპარაკობ. ბევრის განაცმომისმენია მეც მithქვამს რომ ეგ იყო ყველაზე უპატიებელი სანიოლისგან. იმიტომ რომ იქ თამაში ბოლოს კიდევ უფრო გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ეხა პლეი-ოფში ყოფილიყავით და დაულდებოდით დიდი შანსია. პირველ ადგილზე ძალიან დიდი შანსია. პირველ ადგილზე ვიყავ. და ჩეხეთს დაჭირდებოდა მაგ შემთხვევაში ჩვენი განადგურება ჩეხეთში კი, მაგრამ არ მგონია რომ განადგურებული ყავით. წავიდოდა. მან და მაინც აი ეხა სანეოლმა რო თქვა ესო ევროპის მერე ნაბახუსებზე ვართო მან და მაინც მაგ ალბანეთთან თამაში დაემთხვა, ეთყობა ესა რა ქვია. ახ ევროპის მერე ნაბახუსებზე წეს უნდა ყოფილიყავით, მაშინ როცა ჩეხეთს შეხვდით სახლში და მაგ პირიქით ხო, ეგ ლოგიკაც ვერ ამოხსენე. არა, იმიტომ რომ ეხლა ერთი წლის მერე ესა ერთი თვის მერე არ ქონდა ეიფორია და ერთი ჩეხეთი და გასვლაზე ალბანეთით დაგლიჯე ესე და რიგით ხო ჩეხეთთან უნდა ქონდა და ალბანეთში გასვლა მოიგეს და ალბანეთში ყველაზე მაგრა ითამაშეს იქ ალბანეთში ძალიან ბევრი ვერსია იყო რატო შეიძლება წაეგოთ რაღაცა არასაფეხბურთო მიზეზებიც მათ შორის მაგრამ დროის ამბავი ისე ემთხვევა რომ წესით ის ფაქტორები ახლა არ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი ამიტომაც უფრო მე მწვრთნელისკენ ვიხედები როცა პრობლემებს ვეძებ ამ შემთხვევაში ვიდრე რაღაც ჩვენი პრობლემა იცი რაშიც არის კიდევ რაშია ხალხო აი ეს მარტო ნაკრებზე ვართ ჩამოკიდებული არა და საფეხბურთო ქვეყანა მარტო ნაკრები არ არის ეს არის მთლიანი ერთობლიობა და უბრალოდ ისე შევყურებთ იმედით და
ხვდებით რა ნაკრები რომ მოდის სხვა აჟიოტაჟია და და მაგით ბუნებრივი წარყვა, ეგ ბუნებრივია და ჩვენ მაინც სანაკრებო ქვეყანა ვართ, კი. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით. ძალიან ცოტა ქვეყანა მეგულება, სადაც ნაკრებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე საკლუბო. შენ როგორ ფიქრობ, სამიოლი ახლა რას გამოიყევს, პრიორიტეტს რას მიანიჭებს, რომ ანუ შემადგენლობაში ექსპერიმენტებს თუ რაღაც ახალი ტაქტიკური მიმართულებების ძიებას და ეხა ექსპერიმენტები თუ იქნება, ეგრე მტკივნეულად საერთოდ არ აღვიქვამ, იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის გააწყვეტილია ამ ჯგუფში. ხო, არა, აი, რამხრიველოდები. ზუსტად მაგით უნდა გამოიყენოს, არა? მე ველოდები ტაბატაძის თამაშს თუნდაც 15-20 წუთით მაინტერესებს ნაკრებში როგორ შეეწყობა დანარჩენებს, იმიტომ რომ კადისში ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და იქნებ ის პერიოდი უდგას, რომ უნდა გაპიკოს და კარგი კადრი მივიღოთ ნაკრებში. ველოდები ლომინაძისთვის მეტი დრო ისმიცემას. დაცვაში ველოდები სიახლეებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეგაა ჩვენი აქილევსის კუსლი. აი ნარიმანიძე როგორ თამაშებს, ეგეც საინტერესოა. აი სლოვაკეთში რო ვიყავით, მანდ მქონდა პატარა გადაკვეთა ნარიმანიძესთან და ძალიან გამიხარდა, რომ რამდენიმე თვე გავიდა და ეროვნულ ნაკრებში საერთოდ თავდაჭრება დაგრჩა, მოგვიყევი. ძალიან თავდაბალი ტიპი არის, ბევრი არ გვისაუბრია, 3-4 წუთი თუ გავატარეთ ერთად და ძირითადად საუბრობთ ახალგაზრდულ ნაკრებზე და იმ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ რა შესაძლებლობას დამრჩა პროფესიონალიზმი უფრო დავინახე მასში ვიდრე აი ხო ეხა უცხოურ ქვეყანაში რომელიც ეხა ჩვენზე ძლიერი ჩემპიონატი აქვს ეხა იმას რა ქვია კრამიტებს არ ამტრებს მაგრამ სლოვაკეთს მაინც კარგი ჩემპიონატი აქვს იქ თამაშობს 19 წლის ბიჭი ძირითადად ეხა ეს ცოტას არ ნიშნავს რა და კარგი მithumetes პრობლემები გვაქვს დაცვაში მაგალითად კაშიამალი დაამთავრებს ალბათ კარიერას თავადაც თქვა რომ ახლა ვიტესი თუ დამიძახებს იქ ბალახის გრეჯავადაც წავალდა თუ არ ფიქრობ რომ ესპანეთთან თამაში იქნება ბოლო არ გამოვრიცხო წინა სამაჩო პრესკონფერენციას თუ დავინახოთ კაშიას მე მგონი ანუ ხვალ პარასკევს ხარის პრესკონფერენცია მატჩის წინ არ არის გამორიცხული ხო ვილისთან ერთად კაშია თუ შემოვიდა შეგვიძლია ეგ ნიშნავს იმას აი რომ თუ დაინახავ კაშიას ნიშნავს რომ ამთავრებს ნუ კაშიასაც ალბათ გულით და სულით უნდოდა რომ ევროპა ვითამაშე მოდი მსოფლიოც იქნებ როგორმე გავწუროთ და ეს რო ვერ მოახერხა ალბათ უკვე ნუ ეს ალბათ ბოლო მიზანი ქონდა ხო რაღაც ეტაპზე ალბათ კაშე ძალიან უყვარს ფეხბურთელი ვის არ უყვარს ალბათ ფეხბურთელებიდან ყველას უნდა უყვარდეს ეს სპორტი მაგრამ აი კაშიასგან სულ მოდის ის რომ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ფეხბურთის თამაში და თავადაც ხო აქ ნათქვამი რომ მაქსიმალურად მინდა რომ გავიხანგრძლივო ეს პერიოდი მოედანზე რამდენიმე წლის წინ საერთოდ ახალი პრაიმი ჩაერთო თუ გახსოვთ აი 3-4 წლის წინ უკვე ხალხი ლაპარაკობდა რომ კაშია მობერებულია და რაღაც მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო შეიძლება ეგეთი კაში არც გვინახავს მე ვამბობ უფრო აი მაკედონიასთან ფინალის პერიოდზე ან ცოტა მერე მაგრამ ძალიან მაგრად თამაშობდა კაშია და ეხლა რა თქმა უნდა დაეთყო ასაკი ისეთი სწრაფი ვეღარ არის აგვიანებს და ალბათ ყველაზე მეტად თავადაც განიცდის აი ერთ და ვამატებდი კიდევ ამ ცველებზე რა ხამ საუბრობთ ხო ჩვენ ზუსტად ეხა კარგია რომ ეს გოგლიჩიძე მოდის წამოვიდა უფრო სწორად ხან არიმანიძე მოდის მაგრამ აი გვჭირდება რაღაც აი შეტევის კარგად დამწყები მცველები ბურთანაც რო კარგად არიან აი ამომტანი კაშიას სტილის და აი ეს რატომღაც მეგონა რომ ამ ფუნქციას იკისრებდა საზონოვი რა მაგრამ ნუ თამაშებელი რჩება რა ფაქტობრივად როდის ითამაშა ბოლოს წელიწად ნახევარი არ უთამაშია რა კლუბში საზონოვის იმედი ძალიან მქონდა არა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები თამაშის გამო აი ძალიან სვაბარაკობით მაგაზე რომ სერიაში რო გადავიდი ძალიან პატარა პერიოდი იყო გასული და უკვე იტალიურად პასუხობდა ჟურნალისტს ან ენა რო ისწავლა და ისე ძალიან პროფესიონალი ტიპი მონდომებული კი და კაი ადამიანი მგონია იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზეც ჩავიდა ბიჭების საქომაგოდ და კომაგებთან ერთად ხო შევკვდა ეს ოჯახი რო შევკვდა კი ოჯახი შევკვდა და ის როგორ ის იყო ჟილინაში რო ვიყავით და იქ ტრავმა რომ მიიღო ბოლო წამები იყო ხო აი რომ ძალიან ძიმედის იყო ახსაქმელი და მაგდგომარეობაში რო ბოლომდე დარჩა მოედანზე იბრძოლა მაგ თამაში საერთოდ გოლი გაიტანა მოკლედ მაინც მინდა რომ საზონოვის აი ყველაზე ძიმე მომენტი ჩემი აზრით აი მაგ ახალგაზრდულ ევროპაზე ეგ იყო საზონოვის კიდევ ასევე მაგ აი ლაცავიძის იმედი ხო აი უნდა მეხსენებინე და შეიძლება კიდე უცებ გამოჩნდეს ვიღაც აი როგორც ნარიმანიძე გამოჩნდა თუნდაც არ გამოჩნდეს ვიღაც რა რომელიც
ძალიან მქონდა იმედი კალანდაძის, გელაშვილის იმ ახალგაზრდული ევროსმენ, რომელიც საქართველოს ჩატარდა. მეგონა რომ ნაკრებისთვის უკვე თითქმის მზა პროდუქტი იყო. პრინციპში ყავდათ ეგეი ნაკრებში, დიდ ნაკრებში გამოძახებული კიდე. ხვადაგიანი ხო არის აგაკუნებს, კარზე უბრალოდ მაგანეს ტრავმა მიიღო. სეზონის ბოლომდე არ უმართლებთ რა. ხო, ნუ ანუ ეს არის რა ქვია, კანდიდატად ითვლება. ან რო არ ფიქრობ, რომ აი რაც ესპანეთში მოხდა, იგივე იქნება, რომ მოდი 7-0 არ წავაგოთ 2-0. არა, სხვათა შორის არ ვფიქრობ მაგას. აი, წინა თამაშის მერე კიდე უფრო არ ვფიქრობ მაგას, არ ამგონია რომ ეხა სანიოლი იგივე საპირებდეს, იმიტომ რომ მაგ ანგარიშს, მანდ უკვე ანგარიშს აღარ უყურებ რა. როცა 90 წუთი მაგის ყურება გიწევს და ბოლო პირველად დავიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ ვამთქნარებდი ნაკრების თამაშის დროს რა. ამ ფორმაციის ნაკრებს გულისხმობ რა თქმა უნდა, ბავშვობაში შეიძლება ბევრი ეგეთი თამაშის ყოფილიყო. და მგონია რომ ხო, თვით უმეტეს უკვე რომ შანსი აღარ გვაქვს, არ ამგონია რომ მაგაზე მოაწერო სანიოლმა ხელი. მე მგონია რომ პირიქით შეიძლება ეს ის დღე იყოს, როცა ვილი სანიოლი ახალ ველოსიპედს გამოიგონებს და იცი რა, თვითონ ესპანეთიც აღარ მოიკლავს თავს, იმიტომ რომ სამ დღეში შინ თურქეთთან თამაში აქვს. კი და სწორებას მაგაზე გააკეთებს. ესპანეთმა შენი აზრით თავი მოიკლა იქ 2-0 რომ ხო და არ მოიკლა რა, თურქეთში მოიკლა თავი, თურქეთში. თურქეთში მეორე ტურის თამაში. იმიტომ რომ ბურთები დაჭირდებოდა, თავარი კონკურენტად ის მიაჩნდა და იქ შეჭამა, მეტოქე დაიჭირა და თამაში იყო მეორე ტურის თამაში იყო და ახლა ეს არის. იქ იყო საკლუბო ფეხბურთი ნაკრებისგან რა. ხო. არ გამოურიცხოთ რომ მაგ თურქეთის ადგილას ჩვენ რო ყოფილიყავით მეორე ტურში. აი ჩვენც ესე გავენადგურებინეთ რა. არ გამოურიცხოთ. ჩვენ კი არა გამოცდილება გვაქვს. სუდ დროს, ანუ თურქეთი სუდ დროს შეასკა და მაგათ. იქი ამალი სასწაულებს აკეთებდა და მეერი. მელე იყო ის ფუერტე იყო ესა გაბრაზებული რომ ბულგარეთი 3-0-ზე დაეძინა თვათო და ეხლა იმას გაუბრაზდებიო თურქეთთან მთელი თამაში უნდა ითამაშო. ეგეთი სისტემა რაც შეწყობილი არც ერთ სხვა ნაკრებს არ აქვს. მაგიტომაც განვიხილავ ალბათ ნომერ პირველ ფავორიტად სოფლიო ჩემპიონატზე. ბოდიშს ვიხდი ახლა ამ ესპანეთზე იმას ხენით და ბულგარეთ საქართველოზე რას ფიქრობ? აი ბულგარეთის დონე ძალიან დავარდა. ეგეთი სუსტი ბულგარეთი მე არ მახსენდება. მე მგონი ყველაზე სუსტი ისტორიაში. შეიძლება ისტორიაში მე ვფიქრობ რომ ერთი ვიცი მაგ თამაშზე რომ ბევრი გოლი გავა. აქეთ კარში, იქეთ კარში თუ ჯამში, ეგ არ ვიცი, მაგრამ ყველა თამაში, აი თუ ხარ დაკვირვებული, ერთი თამაში იყო, მე მგონი 0-0 დამთავრდა. ყველა თამაში თავდება 6-0, 6-1, 4-ით რაღაცა. კარ დიდი კრიზისია. არა, ღმერთმა გვაშოროს ის 6-2-ები და ორჯერ აქვს ხო მოგვებული. ეს თუ ზუსტად 20 წლის წინ იყო ეგ ამბავი. ჩვენ როცა წავაგეთ ბულგარეთთან. აი თუ ძალიან ცუდად არა ხო რაღაც საშინელი ნაკრები ყავთ ეხლა გეტყვი. ძალიან ცუდად რო წავაგეთ, აი ზუსტად აი ეს დრო იყო 20 წლის წინ, ნოემბერი იყო, ნოემბრის შუა რიცხვები იყო. აი 6 გოლი რო გაგვიტანა. ერთხელ კუპერის დროს მოგვიგეს. და ერთხელ გაიოს დასაძის დროს. ხო. არ მან წაგება არს გაიგო. ეგ არის ხო? მე იყო. 300. აი არ უნდა ახლა მაგ იყო ძალიან მაგარი რა იყო იცი თამაშის წინა ეს არის დღე ვარჯიში მორჩა და გაიოსმა დაგვიძახა იქ და მოედანზე მოაწყო ქართველ ჟურნალისტებისთვის ესა პრესკონფერენცია თუ იმპროვიზირებული პრესკონფერენცია მორჩა ვარჯიში შევედი და ბატონ გაიოს ხვალ თამაში გვაქვს რა თქმა უნდა მოკლედო თავდასხმაზე ვფიქრობო რა ახლა თუ დაცვაშიო დაცვა ყავსო ჩიტი ვერ შეფრინდება ბულგარეთსო ბერბატოვი ყავს ბულგარეთს ამას კარში არ დავარტყევინებთო აი ნახეთო თავდასხმაში გვიჭერსო თავდასხმაში არის შოთა დემეტრაძე აშვეთია იაშვილი კიდევ ხაც ანგარიში როგორ მორჩა ხო გახსოვს 6 თუ პირველი ტაიმი იყო 4-0 თუ რაღაცა 4 ხო, რაღაც 6-1 თუ რაღაცა იყო პირველი ტაიმი, ხო, რაღაც ძალიან ბევრი გოლი გაუშვით რა. ხო და აი ეგეც არაფერს არ მაგრამ ახლა ნახე რა გუნდი ყავთ. იმ დღეს დამაინტერესა მაგათი საუკეთესო ფეხბურთელი, ნუ ვინ არის და ეგეთი არის კირილ დესპოდოვი, გაგიგიათ რა. მე გამიგია. თურქეთში არ არის, თუ საბერძნეთშია თუ საბეიკა ძირითადის კაცი არ არის და ეხლა საინტერესო ის არის რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უცვლელად ხდება ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელი.
წარმოიდგინე ალბათ. ანუ იმათი კვარა არის ეს არა. ჩვენ კვარა ყავს და კვარა ვერ მოიგოზე ეს სტოიჩკო. ეხლა იქ წარმოიდგინე სტოიჩკოვი, ბალაკოვი და ის კონსტანტინოვი აღფიქრობენ ეხლა უბრალოდ. ხო, აი იმიტომ რომ მარტო კვარა არ ყავს, მამარდაც ყავს და ჯორჯის და სტოიჩკოვის ქვეყანაში რომ დესპოდოვია ეს. სტოიჩკოვი ვერ გახდა სამჯერ საუკეთესო ოქროს ბურთი აიღო კაცმა. ხალ წარმოგიდგენია იქ ბულგარელი ჟურნალისტები რაზე ლაპარაკობენ ეხლა დაახლოებით ამ ტიპის გადაცემაში და ეგეც თბილისში არ ყავდათ აქ ტრამვა ქონდა. არა, ხარ თან ბულგარეთთან სოფლიოს ის რო ხარ რა, რომე პრიზიორი რო ხარ სოფლიო ჩემპიონატ ეს და მართლა სტოიჩკოვი რო ყავს რა, იმაში და სხვები ხო? კიდე ის კონსტანტინოვი და ბალაკოვი სერიოზული ის იყო და სხვები ძალიან მაგრები. ეხლა რა დღეში არიან? და იქაური ჩვენი კოლეგები საერთოდ რა დღეში არიან? იქაური როგორ არის? იცი მე გადავხედე ბულგარულ პრესას და საერთოდ მიშვებული აქვს და დაი იმ დღეს ეწერა ნაკრების სია და უბრალოდ Facebook-ში შევედი და ერთი რა კომენტარები აქვს მეთქი და სუ სიცილის ნიშნები რა, აი სუ საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენთანაც ეგრე იყო თუ გაიქცევთ ეს 7-6 წლის წინ Facebook-ზე ნაკრების განაცხადი და ნაკრების მომდევნო თამაშზე პოსტი რო იდებოდა, ან 20 ლაიქი ქონდა, ან თუ სხვა დროს ამბობ. აი ვაისამდე პერიოდში კი ცხადაძის ცხადაძის დროს რაღაცა კარგი გამონათებები რაღაცა იდეები ქონდა ანანიძე რო ჩამოწია მოდი გამოდრიჩებას რო უყირებო ვაისი არ ახსენო ვისთან ვაის გიყვართ უკვე მარტო მე მომწონს შემადგენლობები გახსოვს ვაიზე მე ცუდი შეაყარე ხანდელი შემადგენლობა იმ შემადგენლობას ილოარე ფანი ვაისი ფანი არა ისა კიდე ფანი იმის აღარა ვარ ვაისი რა ის მაგაზიანებ და ის იყო რომ ცვლილებებს მუდმივად აგვიანებდა მუდმივად მაკედონიასთან იქ ხოჭოლა რო დავინახე ბოლოს აგვიანებდა კი არ აკეთებდა საერთოდ არ აკეთებდა საფლავის კართან რომ მიყვანო იქაც ვიტყვი რომ გუნდური თამაში ჩამოყალიბდა ვლადიმირ ვაისის დროს. ეგ აი დაუჯდები ნებისმიერს და ნებისმიერს და ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვის, მაგას იმ დროინდელი. ძალიან წვლილი შეიტანა საბოლოოდ იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ანუ ვაისმა შექმნა ის საძირკველი, რადგან მე დაშენდა სანამ პატარა ვიყავი შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ არც კუპერის დროს, არც ტოპ მიულერის დროს, არც ქეცბაიას დროს ეგეთი ნაკრები არ ყოლია. მე-10 წუთზე უკვე ნატურულობდა ხალხი, რომ მალე მორჩეს თამაშიო. ეგ თუ ფეხბურთია და რა ვიცი ხა. ხო და მე ჩაკვეტაძის გამო უფრო მემადლიერები, იმიტომ რომ მეც ჯერ ხო ჩაკვეტაძის პრაიმი გვაქვს ნანახი ვაისის ხელში. და იქ შეიძლება ბოლომდე ვაის არ მივაწეროთ, იმიტომ რომ არ გაუმართლა ჩაკვეს და მე მიიღო ტრავმა, იმიტომ რომ შეიძლება გაიგრძელებინა იგივენაირად, მაგრამ მე აი სლოვენში რომ მიცა სათამაშოდ რო და დაეხმარა კარიერის დაკამბეკებაში, აი მაგის გამო ძალიან მადლიერი ვარ ვაისის. ეხაც იმედია ვოტფორდში საჭირო დროს დაეხმარა რა. ძალიან საჭირო დროს ჩვენთვისაც და ჩაკვესთვისაც რა. იმიტომ რომ მაგ დროს უკვე თუ გახსოვთ განწყობა ისეთი იყო რომ ჩაკვეტაძე დაკარგულ ტალანტად ითვლებოდა რა ბევრისთვის ძალიან და აი მაინც ეს პერიოდია ხო ჰამბურგი ხო იმიტომ რომ ჰამბურგში ძალიან ცუდად წავიდა საქმე თითქმის საერთოდ არ მიეცადა რა ვიცი მოდი მე თავი შეიკავა ვაიზე თუ ვაიზე თავი შეიკავა მაგ მე შემოსაზრება ესე რა თქვი ჩაჩამო რამდენჯერ უნდა ვთქვა ეხლა და არა ნუ ეხლა ჩაკვეტაძე როგორი ისაა იცი აგე მუსიალას ტრავმა გახსოვს ეხლა რომ მიიღო თუ დონარუმასთან ხო ნუ ეს კოჭი რო გადაუთხრა და რაღაცა და ხო მაგაზე ძიმე ტრავმა აქვს ჩაკვეტაძეს აი არ ვიცი რა იმიტომ რომ მყესებზე და იმაზე ამბობენ რომ ბევრად უფრო და როდის დაშავდა განგრევს ვიდრე რაღაც მოტეხვა ან მოტეხვა უფრო ადვილი სამკურნალოა ვიდრე მყესის გაწყვეტა. იმიტომ რომ მე ამას გავლენა ხო, მაგრამ რა, ანუ რა არის ბრალია. როდეს დაშავდა? დაშავდა ეხა თუ ხო, ეხლა ჩაკვეტაძე რამდენი აპრილში. ერთი 8-7 თვე მაინც იქნება, ხო? თქვენ ამ ტრავმაზე გულისხმობთ ეხა რაც მიიღო. მე იმ ტრავმას ვიხსენებდი. ერთი 7 თვე იქნება, ხო, ალბათ. მაშინ ხო. და მუსიალა ხვალ დაიწყებს ეხა თამაში. ხო, კომპანი ფიქრობს რომ აი უკვე შეუძლია მალევე, მაგრამ იქნება აცადოთ იარაღი. აგვისტოში თითქმის. ეხა დავიჯერო ინგლისელი ექიმები უფრო ისინი არიან უცოდინარები გერმანელებმა უცებ მოარჩინეს ისა მუსიალა
და ინგლისელებმა ვერ მოარჩინეს ჩაკვეტაძე. ხო, მაგრამ რა, ანუ რა სუაბრალებთ აბა. არა, არ ვიცი რას ვაბრალებთ რა. კითხვა დასვა და ისეთი ლოგიკური კითხვა დასვა ადამიანი. ხო რა. არა, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ მუსეალა აგერ იწყებს 2 თვის ესე ძიმე ტრამვის შემდეგ უკვე დადგა ფეხზე და იმაშვება და ეს წელიწადი ხდება. ხო, აგვისტოში ბაიერში უკეთეს ექები აგვისტოს დასაწყისში. არა, ნუ არა, ეხა ვოთფორდზე კაი ექები რო ეყოლა ბაიერს. ხო. ნუ მაგა ხო არა. აგვისტოს დასაწყისში იწყებდა და გაუმიზესდა როგორც მახსოვს. ხო და ნუ ხო, დაბრუნებასთან ახლოს იყო. გენგში გაუმიზესდა და სამჯერ თუ 4. მან მიდრეკილი არის, მაგრამ მან არის მიდრეკილია ტრავმები. მე გულით მინდა და ძალიან ხომაგობ რომ ითამაშოს. რა თქმა უნდა. მაგრამ აქვს ეს მიდრეკილება. ხო, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ აი დაგლიჯოს საერთოდ. თან ჩაქვეშემსვლელი რეალურად არ უყავს. არა. და ეს ტრავმებისადმი მიდრეკილება კიდე მოქმედებს მის ანუ ვიღაცა კარგი გუნდი ხო იმასაც ფიქრობს რომ ეს ფეხბურთელი არის თუ არა მიდრეკილი ტრავმების ეგეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შეიძლება ხო ეგ ყველაფერი დაიწყო სუთავიდან როგორც ნუ აგენტები პირდაპირ არ ამბობენ მაგრამ მოხდა ასეთი რაღაცა მაგან გენტში პირველი ტრავმა რომ იყო გენტში მაშინ გენც უნდა და მაგის გაყიდვა და მართლა იყო რეალური მყიდველი რა 18 მილიონზე იყო რომა იყო ერთ-ერთი რომაზე და გლადბახზე იყო და მართლა მაგარ ფორმაში იყო მაშინ სასავლელი და ამათმა უბრალოდ ოპერაცია არ გაუკეთეს იმიტომ რომ ნაოპერაციო ფეხბურთელს ფასი დაუვარდებოდა და აბა მოდი გადავდოთ და ამასობაში ეს რეციდივით რო თამაშობდა მაგანაც იმოქმედა კი ზუსტად გამოვიარა არა და მანდრო თუ ისეა ფაქტია რომ ხო ნუ ფაქტია ეგ არის ხო ხო არა სამწუხაროდ მარტო ჩაკვეტაძე არ არის ვინც ტრამვებისკენ ყავს მიდერკილი სხვა ფეხბურთელები ეს ყველაზე ეს რა არის აი გულდასაწვავი რომ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძესთან ერთად საქართველოს ნაკრები სხვა არის და ჩაკვეტაძეს გარეშე კიდე სხვა არის რა და ეგ მეკლავს გულს რომ იყო სუფორმაში, ნუ სუფორმაში არა, მაგრამ ნუ რაღაცა ხელმისაწვდომი იყო. თუნდაც რომ დააყენო შემადგენლობაში და მე როგორც ითამაშებს ითამაშე. ხო, იმიტომ რომ რაღაც სხვა გონების ფეხბურთელია, სხვა აზროვნების ფეხბურთელია, გონება გახსნილია, რაღაც ხედავს მინდორს იქიდან 70 მეტრიან პასებს აკეთებს და როგორც აიღოს ბურთი ისიც ის და თუნდაც ის პასი ქოჩორას რას უკეთებს შეხედთან ერთ-ერთ საუკეთესო საგოლე გააცემა რაც მინახავს. თვითონ რო გაიტანა ის გოლიც. აი დღემდე მომკალი და დარწმუნებული ვარ, აი აქ 10 კაცით რო იყო თურქეთი ბოლოს და 3 თორს რო ვაგებდით, ჩაკვეთა რო ყოფილიყო, სანმე გააძორენდა იმას რა. სან რაღაცა დაუკამბექებდით თურქეთს და სხვანაირად იზავდა. საერთოდ სხვა ხასიათი იქნებოდა თუნდაც გევანდელ საუბარ შემეერეს მაგამის მაგებში. მე არა მგონია. პასი მად გვაკლდა პასი. 3-0-ზე რანაირად უნდა ეს გეკ. არა 10 კაციანთან გული. 10 კაციანს გული. 10 კაციანთან. 3-0-ზე. აბა ეგ 11-ზე არ ვიცი. 10 კაციანთან გააძვრედა. წერან ყვარავახსენ და ჩვენ სამყაროში ერთ-ერთ იმად ითვლება, ხო, ყვაროლოგად ასე თქვა. აი არ ვიცი, ალბათ თელი ქვეყანა ყვაროლოგები უნდა ვიყოთ წესი. არა, ნუ ეხლა წეგან ამბობდი რომ ყველა თამაში ვნახეო. ნაპოლიში წუთი შეიძლება არ გამომიტოვებია. სხვა თამაში რომ მყავდა, მაინც ლეპტოპში გახსნილი მქონდა ხოლმე რა. კი, ყოფილა ეგეთებს. ეხლა ვერა? არა, ეხაც უყურებ ხოლმე გააჩნია თამაში. ჩემპიონთა ლიგაზე სულ მწყდება თუ ყვარას თამაშს. თან რთულია რომ არ გამოტოვო, მაშინ ეგ უნდა მიყავდეს, იმიტომ რომ იმდენი თამაში სადღაც მაინც მოხდება. და ეგ მინუსია კომენტატორობას. არიოლ რესკას აგდებთ ხოლმე? არა, ყავს პროსის წვეც. ზირთად ისე წყდება რომ აი მაგალითად მე ხო მყავს ინგლისის ჩემპიონატი და იტალიის ჩემპიონატი. ზირთად ინგლისურ და იტალიურ გუნდებზე ვარ ხოლმე ჩემპიონთა ლიგაზე. ნუ ხანდახან ესპანურზე. და მაგიტომაც ეგ ცოტა ცუდი ამბავია. ეგ ბარსელონასთან მომიწია თამაში წაყვანა პარის სენ-ჟერმენის. ძალიან მიხარო და მე კვარას თამაში წავიყვან და კვარა არ იყო საერთოდ. პარიზმა ბავშვობით რომ მოუგო ბარსელონას მაგ თამაშზე მაგ საუბარი. ხო, ეხლა რო იყო ამ სეზონში. არავინ რო არ ყავდა. აი წინა სეზონში მომიწია სამაგიერო წაყვანა მასთან ასტონ ვილასთან, ლივერპულთან. ხო, ყველაზე მაგარი ესენა. კი, კარის ხაისდან რო გამოიტანა ლივერპულთან და მაგარი თამაში ქონდა ძალიან მაგარი თამაში ქონდა პარიზში განსაკუთრებით და მე იქაც. იტალიური ამბები მოგვიყევე.
რა ხდებოდა ის შენობ რამდენჯერ იყავენ ჩვენ იცი არც გიორგი არც ილია არც მე არ ვართ იმაში ნამყოფი რა ქვია ნეაპოლში აუ არა და საქართველოს ნამყოფი და ჩვენ სამნი არ ვართ და რანაირად ჩემი ცოლი ორჯერ არის ნამყოფი და მე არა ვარ ნამყოფი როგორ მოხდა ეგ ამბავი არ ვიცი ისეთი მიუწვდომელიც არაა ხო არა უბრალოდ არაფერი არა უბრალოდ ესე არ მოხდა ნეაპოლში არ ვარ ნამყოფი საერთოდ სასწაული ქალაქია. თუნდაც ბიუჯეტურიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეგრე იაფად, ეგრე გემრიელად მე მგონი ბევრ ქალაქში ვერ შეჭამ. და მარტო პიცაზე არ მაქვს. ნობელი პიცა როა, ყველაზე მაგარი პიცა როა. ალბათ საუკეთესო პიცა არის, საუკეთესო პიცა არის, დიდი ალბათობით. მე რაც მიჭამია საუკეთესო არის. ხო, ნუ თვითონ ქალაქიც ამ ხელა სიამაყეა რა, იქ რო გაიარე, სადაც მაისურები კიდია და აი მარადონას გვერდზე რო კიდე მარაცხელია. ხო და აი ამ ყვარას ხო აი ბავშვი რა ხდება. ყვარამანია დაიწყო ფაქტობრივად მაგთამაშის მერე გაორმაგდა, იმიტომ რომ ნაპოლი იუვენტუსზე ვიყავ 5-1 რომ მოიგო ნაპოლიმ და 5-დან 4 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო ყვარამ. მაგრატელა კი ნაღამ შეაგდო და იფრინა, რასაც ქვია. ეგ ეგა ხო ისა რა წყალგამყოფი. იუვენტუსი აი ახლა შევხედავთ იუვენტუსთან თუ მაგრა ითამაშაო. ესე იგი მაგარი ყოფილა. ალეგრის იუვე არის და მანდ იყო ეგ ამბავი რომ დაუმარცხებელი იყო იუვე კაი ხანს სანამ სპალეტის ნაპოლის შეხვდებოდა და სპალეტი ითვლებოდა ლუზერ მწვრთნელად და ალეგრი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ტიპად, იმიტომ რომ ხუთი სკუდეტო აქვს მარტო იუვეში მოგებული, მილანთან ერთადაც იქამდე აქვს მოგებული. მაგიტომაც ყველა მაინც ისე ძალიან ერვილობდნენ რა ნეაპოლიტანელები თამაშამდე მაქსიმალურად ბევრ ფანთან მინდოდა საუბარი და ყველას ვისაც ვესაუბრე, აი რამდენიმე იყო ისეთი გიჟი რომ აი გავანადგურებთო, მაგრამ ეგენი ალბათ ყველასთან და ყველა დროს მაგას იტყოდნენ, დანარჩენები ცოტა ადეკვატურები მივჩექნენ, აი ძალიან ერვილობდნენ მაგაზე რომ აი ხა იუვე არ ჩამოვიდეს და რაღაცა და ყვარამ და ოსიმენმა მაგ თამაში დაგლიჯეს და მთელი სეზონი დაგლიჯეს მე რა. ეგ მაგ თამაშის იმიტომ იყო რომ მაგამდე 1-3 თამაში შედარებით ცოტა უფერულად შედარებით ისე ჩაატარა რომ ინტერთან ვერ ითამაშა, სამპდორიასთან ვერ ითამაშა და ეგ იყო თან იუეს 8 თამაში თუ 7 თამაში გოლი არ ქონდა გაშვებული, არათუ წაგებული. ხო და ინტერესთან თუ გასული იუვენტუსი სხვა საზომია კიდე იტალიაში, სხვა დონია, როგორც ყველაზე მეც უყვარს და ყველაზე მეც ეზრება. ხო, აი ეგეთი ნახე, ტურინში ნახე, ყვარაცხელია, ხო, ბავშვი ესა. კი, ტურინში მყავს დანახე, ყვარაცხელია ბავშვი, ყვარაცხელიას მაისური ბავშვი. მაისურიანი ბავშვი. დას გამიკვირდა, იმიტომ რომ ტურინში არ უნდა მენახა, ხო. მადრიდში მყავს. არა, მადრიდში გასაგებია, მაგრამ ტურინი ხომ თავარი მტერი. ხო, და ტურინში რომ დავიდა, ანუ არ გამიკვირდებოდა, ტურინში გამიკვირდა, რომ ტურინშიციან მაინც ყვარა და. ნუ ნეაპოლში და ფლორენციაში ეჯავრებათ ყველაზე მეტად იუვენტუსი. სხვაგანაც, მაგრამ ნუ მაგორშია. ხო, აი მილანში ინტერის ფანებს, ნუ მილანის გულშემატკივრებსაც რა თქმა უნდა დიდად არ ეხატებათ გულზე, მაგრამ იუვენტუსი არავის არ უყვარს იუვენტუსის გულშემატკივრების გარდა, მაგრამ სხვა ქალაქებშიც კი, აი რომში, მილანში და თუნდაც ნეაპოლში ყავს გულშემატკივრები იუვენტუსს რა ანუ ყველაზე მეც უყვარს და ყველაზე მეც ეიზღება სტატისტიკურადაც ეგრეა. შენ ახლა როგორც მილანის გულშემატკივარი ეგრე არ თქვა ოღონდ. ყველაზე პოპულარული გუნდი, იტალიური გუნდი სოფლიოში რომ იუვენტუსი. სოფლიოში შეიძლება მილანი, მაგრამ იტალიაში თვითონ. იტალიაში აი რონალდოს ტრანსფერის მერე შეიძლება იუვე. არა, იუვენტუსია მე მგონი. ახლოს იქნებიან იუვე და მილანი ძალიან ახლოს იქნებიან ჩემს ერთმანეთს. ხო იცი მაგ ყვარაცხელიას და იუვენტუსზე გამა. ესე რა ქვია. დადასტურებულად ვიცოდი იუვენტუსი შეიძლება კი. იუვენტუსის სათავო ოფისში რაღაცაზე ვესაუბრები ვიღაც იქაურ კლუბის ვიღაცებს, ნუ აი სათავო ოფისის ტიპებს და რაღაცაზე ვახსენე ეს ყვარაცხელიას მე. ვისაც საუბარში რა აზრის ხარ მეთქი და იცი როგორ ეწყინათ? ტიპი რო უხსენე ეწყინათ ხო? რატო? შე რო ახსენა ყვარა. ხო. აბა მე ეხა აი იუვენტუსის სათავო ოფისში აი ესე საუბრობდით რაღაცა ხო და ფეგმურზე საუბრობ და რაღაცა ყვარაცხელია ისე დადებით კონტექსტში რომ ვახსენე ბუნებრივია და მაგრა ეწყინათ. აი მე ეგეთი ტიპი არ მინახავს, იმიტომ რომ ეხა მადრიდში ვიყავი რეალი იუვენტუსსა და იუვენტუსის ფანები ვნახე თამაშის მერე. ყვარაზე რა თქმა უნდა ველაპარაკეთ და აი ყველა იცი როგორ იყო რომ აი ნეტა იუვენტუსში ეთამაშა საოცარი ფეხბურთელია და მარტო ნაპოლის კი არა სერია A-ს დააკლდა და საიმიჯო ტიპი იყო. ნუ ადეკვატური ტიპებს ველაპარაკეთ. ეგეთი რაღაცა უთხარი მე რო ეწყინა. ეს უბრალოდ მეთქი
ხო არ გინდოდა მეთქი რაღაცა, ხო არ იყი ფიქრობთ მეთქი, ხო არ ფიქრობთ მეთქი, რომ რაღაცა შეიძლება რომ გადმოიყვანოთ მეთქი და ძალიან ეწყნა. აი ხო, აი გადმოყვანის ამბავი არ ვიცი. აი გადმოყვანა, სიტყვა გადმოყვანა რო უხსენე. მე ძალიან არ მინდა რომ ძალიან ეწყნა. ხო მილანის გულშემატკივარი ვარ, მე ხა რა თქმა უნდა მილანში ჩემი ოცნება არ ყვა რომ გადავიდეს, მაგრამ ძალიან მესმის თუ არ გადავა სხვა არც ერთ იტალიურ გუნდში, იმიტომ რომ ნეაპოლიტანელებს ეგ ისე უყვართ. მაინც რა, აი ხა კი, გაბრაზდნენ და აი ვიღაც გიჟებმა სამარცხვინო საქციელები ჩაიდინეს იქ რაღაც კი, ძალიან სამარცხვინო იყო ეგეთი. ძალიან სამარცხვინო, მაგრამ მაინც გულის სიღრმეში მე რა კომენტარების წამიკი ყველაფერს თარგმნი ხოლმე, აი მაგათ ფეიზზე. TikTok-ი იქნება, Facebook-ი თუ Twitter-ი, ყველგან რაც წამიკითხავს, აი ძალიან ბევრი ვიდეო შემხვედრია რომ გვენატრება კვარა და აი ნეტა კვარა რო ყოლდა ამის მაგივრა და ისინი, ანუ ენატრება და კარგი წარმოდგენა. სხვა დამოკიდებულება იქნებოდა რომელიმე ამ სამი იტალიურ გრანდიდან ერთ-ერთი რო გადასულიყო ან მილანში ან ინტერში. სოფლიო მასშტაბით. იცი რა, ეს თავქარიანი ვინც ყვარაზე ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს და აკეთებდა, ხო? დააბრალონ თავიანთ ერთ ძუნწ პრეზიდენტს. ზელაურენტის, კი, რომელსაც სამარცხვინო ხელფასი ჰქონდა, ყვარ მე-16 იყო ანაზღაურებით. ანუ იმას სრულწი ეძახება ყოველს წარმატებული პრეზიდენტია კლუბის ისტორიაში. აი, ფულის კეთება იცის რა. ის ვინ იყო გერმანელი რო იყო, საერთოდ რო არ გამოჩენილა, ვიღაც არაგერმანული გვარი ხო, ჰქონდა. მოიცა. ხო და იმას ჰქონდა, ხო, დემე, აი მაგას ჰქონდა კვარაცხელიაზე მეტი ხელფასი ეს მაგაზე კი არ ვკამოთ, უბრალოდ ფაქტად გამახსენდა, რომ ეს ტიპი არის ნაპოლის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. ფაქტია. არ კი, გაბანკროტებული იყო, გუნდი ამარო გადაარჩინა, ამოიყვანა და იმას ხო, მაგრამ თუ გახსოვთ კვარას ტრანსფერამდე დელაურენტის მაინც ერჩოდნენ და ეუბნებოდნენ ბარი რო ყავსო, მეორე გუნდიო, წადიო ბარიშიო, მაგისტრალის 10-16 მაგისტრალისგან მეუთითებდნენ და აი კვარამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ შემოაბრუნა ხალხის განწყობა დელაურენტის მიმართ. აი რო არ დაუფასა და მაინც მე-16 იყო ხელფასით, კი მიიღო, რაც მიიღო, წავიდა. კი მოიგეს სკუდეტო და ერთმანეთში არგოთ, მაგრამ კვარა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ხო, მაინც ის ეფექტი აზორეს, რა ქვია, მესიჯ ხო გაუწევდა იმას რასპადორეს. ხო, რა ეს კვარას აჩვენეთ. ეს კვარას აჩვენეთ. ხო, კვარა ხო, ეგ რა კონტექსტი და ხო, შეიძლება ზვაკაცობენ და ეს კვარას ჩაუდგა. აზორეს იყო რა ქვია. ხო, რა ვიცი, შეიძლება. ხო, არ ვიცი რასპადორის რა ურთიერთობა ქონდა კვარასთან უშუალოდ რა. რა ვიცი, ვერ გაიგებ. ანდრო იქამდე იცი რა, აი ლაურენტეს, დელაურენტის რო ვლაპარაკობთ, კაცმა იყიდა რა 14 მილიონად, ხო არა? აი ერთი მაგდენი დახარჯა ამ კვარას იმაში, მოვლა პატრონობაში კლუბში, ხო? კვარაზე და რამდენად გაყიდა? 70-ად. 15-ად. ხო, 75-ად. წარმოიდგინე, ახლა რამდენი მოუგო 2 წელიწადში. პლუს მაგას მიუმატე ისეთი რამდენი მაისურა და რამდენი რაღაცა ის ისე პირველ წელს რო გაეყიდა პირველი სეზონის მერე უფრო მეტი გაყიდით. ვინც უფრო მეტი მოინდომა, კი დამაშობს გალათასარაიში ეგ. ხო, ოსიმენი. აუ ძალიან მენატრება ოსიმენი ტოპ კლუბებში. მე მაგრამ მევასება, არ ვიცი. ისე რო აღდგეს მაგათი დუეტი, რა მაგარი იქნებოდა ის. მე პარიზში მინდა ეგ დუეტი. ხო იყო ეს ვარიანტი. აი ეგ მინდა ანდრო. პეიზესთან ფორვარდი არ ხარ. აი რო გადაწყდა უკვე პარიზში მიდიოდა კვარა შენი ალალი რეაქცია რა იყო? ჩემი ალალი რეაქცია იყო გაყოფილი, იმიტომ რომ ერთის მხრივ თან მინდოდა მაგ სეზონში კვარა დარჩენილიყო ნაპოლიში და მაგრამ სკუდეტო მეორე სკუდეტო მოიგო, იმიტომ რომ ეგ ხა როგორი ამბავია, რომ მარადონას გაუთანაბრდები სკუდეტოების რაოდენობით და მე კაი ხო დახურე თავგადასავალი და წადი სხვაგან საფრანგეთში და იქ მოიგე ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მეორეს მხრივ კონტესთან ერთად აღარ მინდოდა უკვე კვარა, იმიტომ რომ კონტეს ფეგურში არ შემიძლია უბრალოდ ვერ უყურე. არ მინდა მოაშორე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ანტონიო კონტეს, გონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია თანამედროვე მწვრთნელების შორის, მაგრამ აი ის кайფი არ მოაქვს. ხო, არა, რაც სპალეტისთან ქონდა და რაც თუნდაც ლუის ენრიკესთან ქონდა. მაგრამ მე მინდოდა რომ განსხვავებულად ცოტა კონკურენტული არიან ჩემპიონატში. სადაც 6-7 მეტოქე ეყოლებოდა სეზონში ისეთი, აი თამაში რომ დაელოდები და ვისთან ერთად უყურო და სად უყურო და სხვა გეგმას მოიფიქრებ იმისთვის რომ ამ ჩემპიონატში თუ ვერ მოიგო მისმა გუნდმა თამაში, არნერო ვიცი რომ შემდეგს მოიგებს და მაინც ჩემპიონი გახდება. სულ ვერ გახდეს პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონი. დიად არ განიცდიან შემდეგ სეზონში მოიგებენ. აი, ანუ ეგეთი ამბავია, რაც ბუნდესლიგაში ხდება პრინციპში. ხო. იგივეთი. მოიგებ, არაფერი ვერ მოიგებ. ცოტა ბაიერნი და PSG არიან ერთ დონეზე, რომ ეხლა ვერ მოიგებს, ნუ ხო, მე მინდოდა იტალიაში
ძალიან მაგარი ჩემპიონატია მაგისთვის, რომ ეხლა ნაპოლის თუ თამაშობ ხვდები იუვენტუს, ინტერს, მილანს, რომას, ატალანტას, ლაციოს, ფიორენტინასთან თამაშს, ანუ სადაც გოლის ხვანაერად ფასობს. ეგეთი თამაში არის ბევრი და საფრანგეთში აი მარსელს თუ არ გაუტანე, მაინც და მაინც ლე კლასიკაში, ლე კლასიკში. ლიონს აგერე. მე რატომაც გონია რომ დიდი ხნით არის რა მან და დიდი ხანი გონია რა, იმიტომ რომ PSG-დან აი ეგრე ერთი მბაპე არის გამონაკლისი, რომ თავისინებით წავიდა. და ვითომ მარტივად წავიდა ეგ 3 წლის წინ. დანარჩენი აი PSG-დან აბა ვინ წასულა ესე აი თავისინებით, აბა გაიხსენეთ აბა. ოღონდ კარგ მე ვამბობ გრანდს იმას არ ვამბობ იბრაგიმოვიჩი რო იქ წავიდა რა ამერიკაში ხო ასეთებს არ გულისხმობ და კავანი 29-მდეა ხო ვერატია ასევე ისიც სულ ვერატი გაუშვა კაცო ამ პირდაპირ გამოუცხა და ლუის ენრიკემ არ მომწონხარო შენი სტილის ფეხბურთელები 29-მდეა კონტრაქტი არისაც თავისი დონარუმა ვისენები წავიდა დონარუმაც იმიტომ წავიდა რომ ენრიკემ დაიწუნა თორე მარტო დონარუმას ამან ფული მოითხოვა ხო აი დონარუმა ფული რო არ მოითხოვს დონარუმა ის აი ფრედი მეგობარი გიორგი ვაშაკიძე ზუსტად ეგ დონარუმას თვალს ვადევნე ეგ მოგალატეო დებიუტი მაქვს ნახე რეალთა კროუსა უღო პენალტი ამ ხანაგურში და მაგის მერე ჯიჯო იყო ჩემთვის ერთ-ერთი თავარი იმედი რომ რაღაც ბუფონის მემკვიდრე და ასე შემდეგ და თვითონაც ისეთ განცხადებებს აკეთებდა რომ დიდხანს დარჩა ძმა მოუყვანეს გუნდში ანუ ეგეთი რაღაც არ გამიგია მე ხელფასი მოუმატე ხო და ამან კიდე ძმის დასაქმება მოთხოვა მილანს და 1 მილიონს უხდიდნენ ანტონიო დონარუმას რომელიც მე თვალით არავის არ უნახავს რა მოიყვა ფეხბურთი მე ძმას ეგეთი შემთხვევა ეგ არ ვიცოდი ეგ არ ვიცოდი ბაპე მარმეო ხო ის ქნა აკონ ბაპეს ძმა მე ეგრე პარის სენ-ჟერმენს გაუტანა იმდეს და ის იმას ეცეივი ქონდა ინტერთა კოპა იტალიაზე რაღაც ეგ არიფლებ ეგეთი შემთხვევა მოხდა საქართველოს ჩემპიონატში ხა უბრალოდ ფეხბურთელს არ ვიტყვი ცოტა ძველი ამბავია და ცოტა ისეთი რა არეული ფეხბურთელი იყო არეული ფსიქიკის რაღაც სხვა რაღაცა და ვარჯიშზე მაგრად მოეწონათ მარგალიტი ჩავიგდეთ ხელშიო ოღონდ ეს ბიჭი რომ მაგრად თამაშობდა რაღაცა და დაიკარგებოდა ხოლმე 3 დღე მიდიოდა მესამე დღე მეოთხე დღეს მოდიოდა ვარჯიშზე და მოკლედ არა და უნდათ რომ გუნდში აიყვანონ რა გადამრჩენელს ხედავენ ამაში და სხვა რო ვერაფერი ვერ მოიფიქრეს ხან რეკვებით ხან ვერ მოყავთ რა ეს ფეხბურთელი და ადგნენ და მაგის ძმა მოიყვანეს რა პატარა 16 წლისა რომ იქნება ამას მოხყვეს ხოდა ეს ძმა ყვება რომ ნუ რა გამიხარდაო რა სამოფო ეს რომ გუნდში ავყავარო ეგეთ გუნდშიო 16 წლის ბიჭიო ემზადებიო რაღაცა და ბოლოს მითხრა მწვრთნელმა შეგონია გუნდში მიდიხარ რომ წადი შეიძლება მოიყვანო მაგისთვის დაუზაქ სატონი არ ატყავდა მაგრამ დონარუმას ყველაფერი ვაპატიე კვარასთან ერთად ჩემპიონი რო გახდა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პარის სენ-ჟერმენის ჩემპიონობა იქამდე ვაპატიე იმიტომ რომ იტალიის ნაკრების გულშემატკივარიც ვარ და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ის ნარევით საკეთე ეგ ევროპა მოიგო რამდენი პენალტი აიღო და რაიმე ძალიან მაგრა იყო ეხა ნაპატიები გაქვს კი ეხა ინტერში თუ არ გადავა ან იუვენტუსში კარგად ვარ დონარუმას ჯერ იტალიის ნაკრები უნდა გაიყვანოს მსოფლიოს აი ეხა მარტო დონარუმა მაგას ვერ გააკეთებს ნუ ისე გამოდის რომ დონარუმა მაგათი პირველი ვარსკვლავი ეგ დრო მოვიდა ეგ ამავე კი ვინაა სხვა ანუ დონარუმას დონის ვარსკვლავი არ ყავს იტალია კი იქ არის ბარელა ტონალი კაი ფეხბურთელი ბასტონი ძალიან ძველია მაგრამ ნუ დონარუმა სხვა კლასია დონარუმა სხვა კლასია არის მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ტოპ 3 მეკარე ვერატის ართვლებ კაი ფეხბურთელი ვერატი სადღა ვერატი სადღა არის ვერატი არაბეთშია და დაივიწყა ახლა მაგარი რაღაცა მოხდა კიეზა არ წავიდა ნაკრებში რა ვიცი რატო არ წავიდა და გატუზო გაბრაზდა მაგაზე არ ვიცი ანუ ლივერპულში უნდა დავიმკვიდრო თავიო და რავი ეგეთი ამე ხო რაღაცა ძალიან ის გაფეთიშებული ეგ კიეზას ლივერპულზე რა ისეთი განცხადებებს აკეთებს თითქოს აი ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელი იყოს თვითონ და აი ლივერპულში როგორ მომეცა შანსი კი ბაზარი არა ლივერპული ძალიან დიდი გუნდია და კიეზას ამ კარიერის ამ ეტაპზე შეიძლება უნდა უხაროდეს იქ თამაში მაგრამ ნაკრებში არ მიტევს ნაკრებით არის კიეზა ვინცა ხო ანუ სანაკრებო დონეზეა გაკეთებული იმდენი რო ხალხს უყვარდეს და მოწონდეს და ელოდებოდეს მაგის თამაშს. საკლუბო დონეზე რა ეს ევროპა ენრიკო კიეზა იყო მაგარი მე ახლა იტალიას რო ვიყავი ახლა მე ხო წარმოგიდგენია იმდენი ვერ გააკეთა ხო ფედერიკომ რო ენრიკოზე მაგალითად ენრიკო კიეზა იყო ნუ ევროპის ჩემპიონობით
ხო, არმაში ფიორენტინა. ახლა მე რო ვიტყვი რომ ესა იტალიელ ფეხბურთელს რო ვიტყვი, მაგარი იყო და კაი იყო მეთქე, ესე იგი ჩვენთვის მართლა. იმიტომ რომ გერმანიის შტაბი. ხო, გერმანია და იტალია, ხო, გერმანია. ანდრო რა მინდა იცი კითხო? შენი გვერდის გამომწერი ვარ, ხელანდოვსკის. ძალიან მომწონს შენი პოსტები და წერ არ გიეცდია? მე Facebook პოსტები არა, ისე წერა, რასაც ქვია. არა, არ მიცდია, იმიტომ რომ ძალიან არასტაბილური ვარ მაგ საქმეში. აი ჩემ ნაწერებსაც რო უყურებ, ძალიან დიდი სხვაობა არის ერთსა და მეორეს შორის. რა ხანდახან მე თვითონაც მომწონს და გამომდის და სიამოვნებს წერა და ხანდახან უბრალოდ იმიტომ პოსტავ ხოლმე რომ Facebook-ის ალგორითმი მე აღარ აგიქვამს სხვა პოსტებს რა და სულ თუ აი ორკვირიანი პაუზა ქონდა თორე ხანდახან საერთოდ არ მინდება ხოლმე. აი როცა მინდება, მაშინ მე ვარ სულ მუდმივი მკითხველი. აი მე ძალიან მომეწონა ბოლო რაც იამალზე გეწერა. ხო, იამალზე ერთ-ერთი ის პოსტი იყო, რაც აი მომინდა რომ დამეწერა და ხანდახან უბრალოდ რა მოხდა ამ ვიკენდზე და იამალი არ ჩამოდის, ხო? არ ჩაიბო რამდენიმე წუთის ნახეს არ. იამალს ეყო რაც იყო და რაც დაუგმართა. აქ ითამაშა პირველ თამაში და აგაგიტანა. დაწყდა გოლი. მე მახსოვს რამდენ ქართულ გულშემატკივარს დაწყდა მიდიოდა ახლა სტადიონზე. ძალიან დარწმუნებული რომ დაწყდა. ხო, შვაინშტაიგერს რო უჩოქებდნენ და ასე შემდეგ. ხუთჯერ რო გაჩერდა აქ თამაში გერმანიას. ხო, მაგრამ მე მას ლორიას ჩაეხუტა, მე მგონი ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი და აი ეგრე რო გამიხარა, მე მგონა რაღაცა ის მოვიკით რა. აუ, ძალიან მაგარი რომ ლორიას ჩაიხ. თუ კანკავა. მე მგონი კანკავა იყო, ლორია არ კანკავა. იმის მე იმაძე ისა რა ქვია, დაბოღმა თუ როგორ ხო, რა მეც ნერვები მიშლებოდა. მეთქი რა ვიმცირებდით საკუთარ თავს და ქვეყანას შევარდნავდნენ და გამიხარდა რომ ისე მადლობა იმ ადამიანს რომ აი მასე იყო სხვათა შორის ადრე აი 90-იანებში ეს იტალია რო ჩამოდიოდა ხოლმე ინგლისი და გერმანია აი მაშინაც ეგეთი აღტყინებები იყო ხოლმე და ძალიან მიუღებელი ხო მე მახსოვს სტადიონზე კი არა ჩემთვის ძალიან მიუღებელი მე როგორც ახლა ჟურნალისტი სარბიელიდან რამდენჯერმე გამიშვეს აეროპორტში დასახვედრად რა ვერ წარმოიდგენთ იქ რა ხდებოდა მეტოქეს რო ეხო მეტოქეს იმაზე დახვედრაზე და ვიღა აი ტოლდო და ეგეთი ტიპები რო გამოდიოდნენ, აი სიგიჟე ხდებოდა აქ აეროპორტში. კიდე სხვა ამბავია იქ აეროპორტში. თამაშის დროს, უშუალოდ თამაშის დროს, ისეაც ხო წნეხის ქვეშ არიან ფეხბურთელები, რომ ამათ ეთამაშებიან და რაღაცა და კიდე აი პატარა ქვეყანა ვარ, კიდე უფრო ვიპატარავებ თავს, ხო, რომ მაგას რო აი რა პონტი არის. თუმცა არის ხო, მაგრამ ეგეც გასაგებია რომ ეხლა იმას რა ქვია, ტელევიზორში უყურებ თელი ცხოვრება და ლეგენდაა შენთვის და უსმარ თბილისში ჩამოდის, შეიძლება გამისდეს ექსორველი, რომ ეხლა მესი რო ჩამოვიდეს, რომ მეც ჩავეხუტო, მაგრამ აი ჯერჯერობით ვერც ვიზამიქ, ვერავის ვერ გავასწრებდი, მაგრამ მე კიდე არც ვიგა. რაღაც არ გაგი. შეიძლება არასწორი ვარ, შეიძლება არგანი მე არ გაგი. მაგრამ ჩემი ნაკრების წინააღმდეგ როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც ხარ ვიცი. ანდრო, საქართველოს ჩემპიონატთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და აი რა სიტყვი, რაღაც თუ ის მაინც გეწოდინება, რა ხდება და როგორ არის სიტყვა? იყო დრო რომ დავდიოდი საერთოდ ელიგის თამაშებზე და დინამოს გულშემატკივარი ვიყავი. ეხლა სხვა არ პრინციპში, მაგრამ რა ვქნა დინამოს თამაშებზე. ეხლა სამსახურიდან გამომდინარე ვეღარ დავდივარ და იშვიათად ვადევნებ თვალს, იმიტომ რომ შაბათ-კვირას მე თამაშები მაქვს, ეგენი პარალელური თამაში. თან ისე დროს არის ჩანიშნული თამაშები, აი რო გინდოდეს და აი იყო შეიძლება ვერ მიხვიდე რა. შუადღის 2 საათზე შუაკვირაში არის ხოლმე ხანდახან თამაშები, ეგეთი მე არაფერი არ გამიგია. აი ვისთვის არის ეგ თამაშები? ბავშვები სკოლიდან ახალი დაბრუნებულები არიან, დანარჩენები მუშაობენ და ვინც არ მუშაობს შეიძლება ის ფულიც არ აქვს რომ მივიდეს და ის 5 ლარი გადაიხადოს თამაშზე. ძალიან უნდოდეს რამე და ძალიან ვერ მოგინდება რომ მიხვიდე თამაშებზე. იბერიას ვადევნებ თვალს იმიტომ რომ გუგას ვიცნობ და ერთად გავიზარდეთ ბავშვობაში და ძალიან გულშემატკივრო იბერიას მწვრთნელს. მაგის გამო დილას თამაშებსაც უყურებ. რა თამაში არ წაუგია. მოხილვას იმაში. გუგას. ერთი წააგო მგონი, სადღაც დაკარგა ქულებ. წააგო მგონი ერთი. ხო რა, ერთი წააგო. დინამოსთან? გონი დინამოს. სადღაც წააგო ვერ ვიხსენებ სად, მაგრამ კარგად მიდის იბერია და იმედია გახდება ჩემპიონი. და გარეთს ვერ მოუგო მე მგონი. ხო, მე მგონი ეგ იყო რომ ვერ მოუგო ერთი ფრეად მე მგონი. სადღაც მინდა რომ მივიდეს საერთოდ თამაშზე გადამწყვეტი ტურები სადაც იქნება რომ იცი რა გულებს ყდება ხოლმე აი საქართველოს ჩემპიონატში ზოგჯერ მართლა გადის რა მაგარი გოლები და რაღაცა ხალხი რომ ვერ ოღონდ ჯერ კიდევ სხვა მწვრთნელის ხელში ეხა ამ სეზონში მაგარი გოლი ძალიან იბერიამ თვითონ კომბინაციური ფეხბურთი რო შეეგდა თავში გაზიარებულიც ჰქონდა რომ გორთან 6-0 რომ ხო მაგრამ სასწაული გოლი არ შეეგდა ნუ
ეგეთი გოლი პრემიერ ლიგაში თუ გავიდეთ წინა სეზონში არის ფოთელმა რო შეარდო. ეგ ახლა ერთი თვის წინ იყო ხარებავამ, ხო? არანორმალურად რო დაარტყა მარჯვნიდან მარცხენა. ეგეთები კიდე არ მიგვირს, იმიტომ რომ გამართლების ეფექტით შეიძლება იყოს შორიდან რო ურტყა, მაგრამ არა, მაგრაში ასულა შეიძლება არ გაქვს არ მაქვს ეგ აშკარად არა, მეგონა შორიდან მოჭრა საოცრად, აი მოულოდნელად მეკარე გაშეშტა საერთოდ. ვა, ეგ არ მინდა აშკარად. ხო და ეს კომბინაციური ფეხბურთი რო იყო, კიდე უფრო გამიხარდა რომ სისტემა რო მუშაობს ეგრე ელიგაში, სასიამოვნო. რომ სადღაც კოლექტიურად რაღაც გამოგვდის კარგად. იმიტომ რომ ზერთად ახლა ჩვენ ინდივიდუალურ იმაზე ვართ დაფუძნებული საერთოდ მთელი ქვეყანა, რომ ინდივიდუალურად ვიღაცამ რაღაცა უნდა ქნას, კოლექტიურად ნაკლებ. აი ეს კარგია, რომ აი ამ ფუნქციას ასრულებს ელიგა, რომ აი მაგალითად ახლა გიორგი ტაბატაძე წავიდა დანიაში, წილი არ არის. ხო, შორს არ მომეწონა აი რაღაც იმას ასრულებენ უბრალოდ ხშირად მეჩვენება ხოლმე რომ ესენი ნაკრებიდან უფრო იყიდებიან ვიდრე კლუბები. რა თქმა უნდა, ელიგაში რა უნდა გააკეთო რომ გამოგიძახო ნაკრებში? ეხლა არის, ოდიდან ეგ სულ ეგრე. მე ქიზვაიაზის მართლაც ჯაბადოls გაქონდა ძალიან ბევრი გოლი ელიგაში და მეც ვითხოვდი სხვა შორის გამოიძახო. მაშინ ეხლა რაღაცა წარმატებები ხონდა, ეხლა ზესტაფონიდან ხონდა. შენ გაიხსენე კარგად ნაკრების წვრთნელები რა იმით კრიტერიუმით ინიშნებოდნენ. ეხა თუ გინდა განვავწოთ, მაგრამ თუ გინდა მე ვიტყვი, გინდა ვთქვა? დიდი ნაკრების თუ ასაკობრივსა. დიდგავა ეხა ნაკრები დიდია. ეგ სია ქონდათ გასაყიდი ფეხბურთელების. ეგრე არის ხო? ვინც უკეთესად გაყიდი და იმის გასაყიდი ფეხბურთელების სია იყო. ნაკრები წვრთნელები და ეხლა ცხადია, ეხლა შეიძლება სია არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ნაკრები არის პირველი ისა ტრამპლინი რო ისქნა რა ქვია. ხო, არა, ეგ ჩვენ იქ ვიღაცა სევსო დახედა, სხვა ნაკრების ფეხბურთელი. არა, იქ რა უნდა კონდეს ეხლა კლუბიდან წარმოუდგენია. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვწდები ეხლა და საიდან უნდა დაგინახონ და საიდან უნდა გაიგო. ხო და ნაკრები და მეც ეგ ავთქვი რომ ნაკრებიდან იყიდება. ადრეც ეგრე იყო მეთქი რა მაგას ვიძახე. ადრე ზესტაფონიდან ხო გაყიდო. ისეთი რაღაცა. ნუ თითოეულა გაყიდულა დინამოდან ამერიდანაც ხო გაყიდულა. ზესტაფონს სხვათა შორის ბატონი ილია კოკაია ესეთ მაგმხრივ არა ეხლა რა მონდომებული კაცი გაიყიდა პულზერში ერთ-ერთ სარეკორდო თანხას გაიყიდა ბავშვობაში. ხო დუალი გელაშვილის ხო და ანუ ნახე რას ვამბობ ტატანაშვილი იმიდან ხო არ გაიყიდა ამერიდან გაიყიდა ნაკრებიდან არა მაგრამ გამონაკლისები ეხლა არ არის. არა ეგ უფრო გამონაკლისი იყო ეხლა ეგ ტატანაშვილის უფრო გამონაკლისი იყო ვიდრე კანონზომიერება. ჯერ სადღაც უნდა გაიყიდოს ფეხბურთელი და მე ეძახებს ნაკრებში. ანუ არაზრს ის ჩას. ხო არა, ელიგინა ვინ გამოიძახა რა მამუჩაშვილი. მამუჩაშვილი, ხო, მამუჩაშვილი ის იყო რა ქვია. ერთი კვირის დაბრუნებული იყო. გორის მეკარე. ერთი კვირის დაბრუნებული. ანუ მეკარე სამი. გორის მეკარე ის ახლა რამდენჯერმე იყო ეგეთი შემთხვევა, რამდენჯერმე, რომ ფეხბურთელი აქ ეხა ეროვნულ ჩემპიონატში რაღაც კარგად თამაშობდა, გამოირჩეოდა რა, ასე ვთქვათ და აქედან არ ეძახოდა, როგორც კი წავიდა, სადღაც ერთ თვეში ორ თვეში გამოიწვა. ეგეთი მიდგომა აი. მეკარე ვახსენეთ და ანდრო შენჯერმე ინგლისის აი იმ წესიერი კაცის თამაშები მიყავს ხოლმე. აი ბოლო წავყარდა. ხო, ბოლოს სიტისთან ხო, ნუ ეგ უდრის იმას რა ქვია. კი და მაგრა დამწყებული. მარაზე ვისაუბრეთ და მამარდასაც გვითხარი თეორიის სიტყვა. ნუ არანაკლები ვარსკვლავია მამარდაშვილის ლივერპულის მეკარეთ გვეყოლებოდა ქართველებს ვერ. მე მგონი ორი ვარსკვლავია, თუ მართლა ვარსკვლავებზე ვლაპარაკობთ, ეგ ორი კაცია ვარსკვლავი. სამი? მესამე ვინ? მე მგონი მაინც კი არა, მიყვარს ძალიან მიყვარს ჟორჟი, მაგრამ ეს ორი უფრო დიდი ვარსკვლავები არიან, ჩემი ჟორჟს არ უმართლებს. ჟორჟს გუნდში არ უმართლებს. ყოველ წელს შეიძლება ტიპმა გუნდი შეიცვალოს. ანუ რომელ ფეხბურთელზე არის მოქმედებს ეგ ცუდად. თორე აგერა ზაანას მიყვარს. ვილიარეალში გადავიდა, რეალს გაუტანა, იუვენტუსს გაუტანა, რა ქნას მეტი ვილიარეალი და მე ვერხდე. კი, ქონია ცუდი მატჩებიც და აი შეიძლება ეგეთი ვარსკვლავი, შეიძლება მესამე არ კი გეთახმებით, მაგრამ ხო, მაგრამ მესამე მგონია, ანუ ჟორჟზე და იმის არა, ნომერ პირველია, რა თქმა უნდა, ბოდიში ყველასთან, ჩემი აზრით ეგრე არის. მე მაგამათო არ არის. იყო კამათი, აი ზუსტად ჟორჟი კარგ ფორმაში იყო, კვარაცა ჩაუვარდა და აი აგერ ნახეთ და ჟორჟი იქნება უთავარი ვარსკვლავი. ჩემი ეს კვარა საერთოდ რა საუკუნის ტალანტი მგონია, მე ეგრე უფრო კვარა. რა, ანუ სხვანაირად განვიხილო საერთოდ. არა, კვარა აშკარად ზემოთ დგას ახლა და. მე კიდე უფრო გამოჩნდება ჩემი კარიერას რო დათავრებს, კვარა რა იყო და ხო, ჯერ კიდე შეიძლება ბევრი ვერიაზრე. აი, ალისონთან კონკურენციაზე რა სიტყვა.
აი არ ვიცი რა. უბრალოდ არის კი კონკურენცია ალისონს და მამარდაშვილის. აი ეკიტიკემ გასცა კაი პასუხი ჟურნალისტმა რო დაუსვა კითხვა ისაგზე და კონკურენციაო საერთოდ არ ახსენებთ ერთი გუნდის ფეხბურთელები ვართო და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. აი გასაგებია რომ ერთი ადგილია მარტო შემადგენლობაში თავისმოსი მაგალითად ორივე ათამაშებ ერთად და ორ მეკარეს ვერ დააკეთე. მაგრამ ალისონთან ერთად ყოფნა თუნდაც ერთ სეზონის განმავლობაში ჩემი აზრით ძალიან წინ წაწევს მამარდაშვილს, იმიტომ რომ მამარდა ეგეთი ტიპია რომ ყოველთვის რაღაცა სწავლობს. აი თუნდაც როგორც ისაუბრა მოჩუტორენაზე რომელიც გარდაიცვალა თავის კონკურენციაზე და იმას. ალისონზეც თქვა რომ კი, მაგრამ ეხმარებაო და წინ წამწიაო რაღაცებშიო და ხო, მაგრამ ეხლა სკამზე ჯდომა მეკარისთვის ბარა, ტრამენ მეკარე რო არის, ეხა უკვე მიიღო. მე ესე მალე არ ველოდებოდი რა. ხო, მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში დაშავებასაც. ეგ ეგრე მალე დაშავებას ხო რაღაც. მოდი ახლა სული სათქმელი ვარ, გამართლების მომენტიც არის, ხო, რომ სწრაფად დაგიშავდა. შეიძლება მეორე ნუ მთელი მეორე წრე კიდე წინ. არა, ნუ ეგეთი მეკარე მეტი ვიცი მენიო, მეორე მილანის მეკარე რო სულ ტრავმას, სადღაც ვიცი რომ ტრავმას მიიღებს სეზონში და მეორე არის ალისონი რა. ეგეთი მაღალი დონის მეკარეები, რომელიც სადღაც იმტროვიან. ტრავმიანი მეკარე არის ალისონი და არ გამორიცხეთ რომ კიდე სადღაც დაინტროს. გული დამწყარო ლიგის თასთან გამოვარდნენ, იმიტომ რომ -1 ტურნირი ექნება მამარდასთვის გამზადებული ტურნირი იყო ეგ და თან შეიძლება მანჩესტერი შეგვთეს, ის შეგვთეს, ეს შეგვთეს და მანდაც კონდეს ისეთი თამაშები, რითიც შეიძლება თავი შეაყვარო. გულშემატკივრად და ეხლა FA თასი დაიწყება, FA თასში ჩაიბმებიან გრანდები იანვრიდან უკვე და ეიქნება მამარდას ტურნირი ასევე და სადღაც გონია რომ პრემიერ ლიგაშიც ანდრო გამორიცხავ რომ სკამზე დასვას საერთოდ ალისონი თუ შანსი აი გამორიცხვით არ მგონი ამ წუთას არ აჩანს ეგ ობიექტურად ვიტყვი რომ ძალიან დაბალი შანსია მაგის ძალიან დაბალი შანსია იმიტომ რომ ეხლა ალისონი დამტრეული იყო და ყოველ კვირა ჟურნალისტები აი ალისონი როდის დაბრუნდა აუ როგორ უყვართ აი როგორ შეიძლება არ უყვართ ინგლისურ იმაში რო შეხვიდე პრესაში და აი უბრალოდ დამაინტერესა როცა მამარდა გადადიოდა მანდ ის ეხა კლემენსი ვიცოდი და ის ვიცოდი რა ქვია დეკი და ეგენი ვიცოდი მაგრამ აი ადრე ვინ იყვნენ მაგათი ისინი ვარსკვლავი მეკარეები და არის შეიძლება ერთი 10-დან 7 ლიუს გრობელა შეიძლება კი არა ლეგენდაა მაგათი ლეგენდა იყო გრობელა 10-დან 7 გამოცემას აი ეს ტოპ 10 მეკარე ლივერპულის ტოპ სიმბოლურები ალისონი ეყენათ პირველ ადგილს. და ალბათ აი გრობელა არის ეხლა გრობელა არ თამაშობს ყიდდა. ხო, ეგ არ ვიცოდი. მე ალისონი ხო და მაგიტომაც შეიძლება ალისონი ალისონი ალბათ ცნობილი ისტორია რომ სანი ხო ეხლა გრობელა არის ცოტა ისეთი ტიპი იყო თვითონ ყურადღებას იქცევდა თორე ალისონის დონის მეკარე ნამდვილად არ იყო. თამაშის გასაკეთებლად. მაგით მიიქცია ყურადღება ოი მაკარონები რო გააკეთა მაგით მიიქცია ყურადღება იქ რომასთან ფინალი და ისა თორე ეხლა ალისონის დონის მეკარე ეგ არის ესე დადასტურებული. თვითონ ლივერპულელებს ხო და მაგრად აი 10-დან 7 ალისონამდე ვინ ადუდეკი ისა კარიუსი კარიუსი და დუდეკი კარიუსი თუ დუდეკის მე რეინა კარიუსი იქნება რეინა იყო მინოლე იყო რეინა იყო დუდეკის მე იყო რეინა მე მინოლე იყო შუაში არ ვიცი კიდევ მაგრამ ამ ეტაპზე არ აჩანს ნუ თუ ეს დამტრეული თუ არ არის ალისონი საეჭვოა რომ ალისონი აი ფორესტა არა და მომავალი სეზონიდან ხო უეჭველია ხო და მე ეგრე ვფიქრობ რომ ისე ტყილა ამ ხელთაღს გადაიხდნენ კელეჰერს ეგრე არ გაუშვებდნენ იმიტომ რომ კელეჰერის კაი მეკარეა სხვათა შორის და გონია რომ ყველა მიცის რომ ბოლო სეზონია არაბეთში უნდა წასულიყო და უბრალოდ რაღაცა აირია იქ აი ფიქარე პეჟისთან ისე ითამაშა რომ შეიძლება ყველა მეკარე ჩამოთვალეთ და ის გახსოვთ 90-იანებში ლივერპულის სუისიდ გაკაცო ის რო იყო ჯეიმსი დინოზარბაზარი რო იყო ჯეიმსი დრედებით აკრებში ხო დევიდ ჯეიმსი მაგას ხონდა ახლა ინტერვიუ და აღიარა რომ ისა თუთ ფორმაშიო რო ვიყავიო იმიტომ ვიყავიო რომ ტეკეს თამაშობდიო ღამეს PlayStation-ის თამაში არა ძალიან არასტაბილური მეკარე საერთოდ ინგლისელი კაი მეკარე კაი ხანი გაგებული არ მქონდა ეხაც რა ვიცი დიდად პიკფორდი არის ყველაზე მაგარი ინგლისელი მეკარე მისტერ დევიდ სიმენი ხო და ეგეც ვიცით გვახსოვს ბენქსი და დევიდ სიმენი და ეგ ძალიან ძველი შეიძლება ძალიან ძველ ხალხს უხსენე ბენქსი არის ინგლისის ხო არა მეკარეები ინგლისის დიდი ხარი არა მე-20 საუკუნე 21-ის დასაწყისში მისტერ დევიდ სიმენი იყო სულ პრობლემები ქონდა სიმენი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა თქვა სიმენსი დაუძახა ხვალო მეტოქის კარში იქნება სიმენსი მიხდა საკითხი
სიმენსი და ერიქსონი. ასიმესი ერიქსონი წვრთნელი ყავდათ თან? და სიმენსი. აი სვეგორან ერიქსონი. ერიქსონი და სიმენსი. იყო ეგეთი პერიოდებიც ჩვენს ცხოვრებაში. ხო და ეგეც რა იყო ეხა სიმენი, რა ვიცი რა ტოპ მეკარე და ის არასოდეს არ ყოფილა. არა, ეკავდათ ეხლა მეკარე. სად ეხა გერმანიას რო ყავდა მე მაინც მგონია რომ პოზიტიური იყო მამარდაშვილის ეს თამაშები, ასე თუ ისე, არ თვითონ ინდივიდუალურად. მაგალითად რეალთან მაგრა ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ეხ ბევრი სეივი არ ქონია, რაც დაურტყეს აიღო და ფეხით ითამაშა ძალიან კარგად. იქ 1-2 ძალიან კაი გრძელი პასი გააკეთა. მაგას უწუნებენ, ხო? ძალიან უწუნებენ. იმიტომ რომ ალისონი არის მაგაში სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ალისონს რო შეგადარებენ, რა თქმა უნდა. იცი რა, ძალიან საინტერესოა, როგორი მეკარების თვლელი ყავს. იქაც როგორც ვიცი ესპანელია ლივერპულში, მაგრამ აი აქ ყავდა ძალიან მაგარი საწყალი, ვინც გარდაიცვალა, ოჩო ტორენა, მაგას რა ვიცი, მაგამ ბავში ყველა მაგას ლაპარაკობდა ესპანეთის ნაკრებშიც ეგიდგა რომ ოჩო ტორენა იყო, როცა მეკარების თვლელი, როცა ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვალენსიაში, მაგარი ვალენსია როცა იყო, მერე კიდევ აქ და ეხლა კი, მაგან ძალიან დიდი ყავს ესეთი, აი ეგ არის საინტერესო. არ ვიცი, ხო. ანდრო ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მომზადებისთვის. პირიქით მადლობა დაპატიჟებისთვის. ბევრ წარმატებას გისურვებ და ბევრ ისეთ თამაშს, სადაც ჩვენები გაიბრწყინებთ. წარმატებები ცხადია საქართველოს ნაკრების წარმატება. ეს სოფლიოზე ვეღარ გავალთ, ალბათ, მაინც თავდა კიდე ხო იქნება სოფლიო. ევროზე გავიდეთ, მოდი და ინგლისამდე. შენი საყვარელი იტალია ან გავა სოფლიოზე ან არა ისე დააპატარავეს კოტები ისე დააპატარავეს 16 გუნდი გადის ევროპიდან 48-დან 50 მან არასწორად არის გადანაწილებული რა ევროპაზე ბევრად უფრო ევროპაში შესაძლოა ბოლოს როდეს იყო სოფლიო ჩემპიონატზე 14-ში ისი ჯგუფში და ბოლოს პლეი-ოფში რო იყო მოიქო 2006-ში. ბოლოს პლეი-ოფში თუ გადის იგებს. სამოიგო. სამოიგო ევროზე. აბა ინგლისთან რა თქვა რა. გროსო როგორ დაუწყებულო გროსო. არა რა, აი გროსო. ხო, რაც არ უნდა. მიყვარს გროსო. იტალიის ნაკრების გულშემატკივარი აიყო, როგორ უხდება იტალია მსოფლიოს რა. ძალიან უხდება. მაგის ჰიმნი არის გერმანში. ჰიმნის სამრევლო ჰიმნის გამო წაიყვანეს ხალხი რა. აუ მე თან მგონია რომ გატუზოს იტალია ის იქნება რა. ხასიათი იქნება მსოფლიოზე იქ გატუზოს. სილვას მაინც გააწრის. ხო, არა, ეგ. მაგაში გეთანხმები აბსოლუტურად. ნაკრებში ხო შეიძლება ისე მაინც ატმოსფეროს იმას აქვს. აი რატომღაც გონია რომ მან მთავარი ტაქტიკოსი მაგნაკრებში გატუზვარა და ის მეორე უცნელი იქნება და მესამე. რატომღაც გონია ეს? გატუზო არის უბრალოდ ბანერი, სახე და აი ეს გატუზო არის რა, იცი, დინამოს ერთ-ერთი მწვრთნელი იყო და დარიგებას გუნდს აძლევდა გასახდელში დინამო ვართ ბიჭო, მიდი. დინამო ვართ კი. და გატუზო ალბათ ეგ იტალია გასახდელში ეგ ბანერის გახსენებას და უზბეკეთმა რაც გააკეთა, ის იტალიელი რო წაიყვანა, აი ბანერაც წაიყვანეს ის იტალიელი, კანავარო. ხო. კანავაროც ვერაა დიდად გაიგე. რომელი მწვრთნელი კანავაროა? სად გინახავთ კანავაროს მწვრთნელობა? ჩინეთში. ჩინეთში რამდენი დღე 30 დღე იყო, ორი თვე იყო მწვრთნელი, ამ ორ თვეში ორი თამაში წააგო და კარგად იყავი და დაემშვიდო ნაპოლიში განიხილავდნენ სპალეთის ნაკრებში ხო იყო რაღაცა. ნაკრებში მუშავია მარტო ჩინეთში და ორი თვე, ორ თვეში თვითონ წავიდა. კარგად იყავითო. რა კანავარო? ამ დროს რა მწვრთნელები ჯობია მგონი მაგას. რა მწვრთნელები ყავთ ამ დროს? აი იტალიელებს ხო? აი სკოლა და მეკარეები და მწვრთნელები. ნაკრებისთვის უკეთესი ვერ გაიმეტეს. პალადინო მაინც წაიყვანა. პალადინოს სხვა შორის არ აქვს. იდა სახელიანი მწვრთნელები ხო იტალიელებზე მაგრები არავის არ აკავს. აი წარმოუდგენლად. ძალიან სახელიანი ტოპო. ესპანეთი ეხა სახელები რო ჩამორთვა. ეხა ცდილობს კონკურენციის გაწევას ესპანეთ. ნუ გვარდიოლა იყო. ეხა პორტუგალია წამოვიდა. კი. პორტუგალია. შოზეს ხო. გერმანელები. და ადრე გერმანელები წამოვიდნენ მაგარი. ინგლისის პრემიერ ლიგა საოცარი ხალხო 4 ბასკი მუშაობს. მარტო 4. ბასკები. ინგლისის პრემიერ ლიგის 20 გუნდიდან 4 ბასკი არის. ირაულა ძალიან ხო, ესპანელი ვინც არის ბასკია ყველა. ხო, ძირითადად ბასკები არის. ნუ გვარდიოლა არის. ხო, გვარდიოლას გარდა რა. გვარდიოლა ის ესა ირაულა ირაოლა, არტეტა, ემერი და ვიღაცა რა აღარ მახსოვს რა. და კიდე მეხუთე იყო ლოპეტეგი. ხო, ლოპეტეგი. ლოპეტეგი დიდად გაიმწველი არა. ხო, ეგ. ყატარი კი გაიყვანა. ლუის ფერნანდესი სად არის? ბასკ მწვრთნელებზე გამახსენდა.
ლუის ფერნანდესი. ლუის ფერნანდესი ეგ ბასკა მწვრთნელებზე რომ ლაპარაკობდი, ლუის ფერნანდესი გამახსენდა მაგაზე. მელობეს რა გეთქვა, ეხა დინამომ კი ნაღამ მოუგო. მაგარ PSG-ში ის ბილბაოს. კარგი, ანდრო, მადლობა. წარმატებები ნაკრებს, წარმატებები თქვენ გადაცემას. წარმატებები შენ ანდრო. ხოლმე და გამოიწერეთ და ლაიქეთ და ისაუბრეთ ფეხბურთზე. და ასევე მოусმინეთ ტელევიზორში ანდროს და წაიკითხეთ ხელანდოვსკის პოსტები. Facebook-ზე.